ავსდეთ, ხო? რაღაცნაირად გავნაცებთ რა. მოდი დაჯიკ. მართლმადიდებელი სარწმუნოების ზუსტი გარდამოცემა, რომელიც ფუნდამენტალური წიგნი არის მართლმადიდებელი ეკლესიის. იქ საკმაოდ კარგად არის აღწერილი იოანე დამასკელის ზუსტი გარდამოცემა, ანუ მართლმადიდებელი სარწმუნოების მწაფს. აქ მოცემული არის ის ძირითადი დოგმები, რომლებიც განმარტებულია და ცვლილებას არ ექვემდებარება. სულიერი აქსიომები, ანუ როდესაც გეომეტრიაში არის მიღებული აქსიომა, რომელიც შეიძლება განვიხილოთ როგორც ორი წრფე პარალელური ერთმანეთს და ორი წრფე არასოდეს არ იკვეთება, ეს არ მტკიცდება, რადგან ორი წრფე არასოდეს არ იკვეთება, ეს არ არის დამტკიცებადი აქსიომა. რომ სამკუთხედის კუთხეების ჯამი ყოველთვის 180 გრადუსია. რომ დაუშვათ პირიცხვი ყოველთვის მუდმივ იქნების ნებისმიერი წრისთვის პირიცხვი რადიუსსა და წრის სკალის ზომის განაყოფი ზუსტად იგივე ნებისმიერი ზომის წრისათვის. 3.14 და ასე დაუსრულებელი წილადია, ხო? ფიზიკურ მათემატიკურად დავამთავრე, მაშინ ჯერ კიდევ ეს აქსიომებიც ხალხი იყო, არის სხვა აქსიომებიც. და მით უმეტეს თუ ფიზიკურ საბუნების მეტყველო აქსიომები არის მეცნიერებაში, მით უმეტეს არსებობს აქსიომები ღვთისმეტყველებაში. თუ ღვთისმეტყველებაში არ არსებობს აქსიომები, მაშინ სად არსებობს, ხო? პირველ რიგში არსებობს დოგმატებში. ანუ დოგმატი ეს არის ის შეუცვლელი ჭეშმარიტება, რომელიც მართლმადიდებლურ სარწმუნოებამ არ შეცვალა. და არ შეიძლება შეცვლა იმისა, რაც არც არ იცვლება. ერთი უცვალებელი, ამიტომ მისი ჭეშმარიტებებიც უცვალებელია. და ვინც ცვლის ამ ჭეშმარიტებებს, ექვემდებარება სხვადასხვა განსასწრებებს. სხვა მერე შემდეგ გაუბრალოებას, მათლის დაკარგვას, საერთაშორისოების და პროტესტანტები იქამდე მივიდნენ, რომ ერთი დარჩათ ყოველდღიურად მათთვის დარჩათ, ესე თქვა, თუ კი მისაღებია საერთოდ პროტესტანტული ნათლობა და პროტესტანტული ზიარება. ერთი ეს შერჩა, დანარჩენი არ მგლობა, არ ჯვარი, არაფერი აღარცა. ყველაფერი გაუბრალოს. იგი დეგრადაცია მიდის, რომ ბოლომდე მართლმადიდებელი სარწმუნოების მარილი იმაშია, რომ ეს არის ის სარწმუნოება, რომელიც პირველ ქრისტიანული საფუძვლები შეინარჩუნა. ამიტომ ერთ კითხვას ამბობი და დაუთმოთ კიდევ დავშვით სხვა კითხვები შეიძლება. ეს არის ძირითადად ვეზიარებიან თავისებურად რა, ჩაასხამენ ესე იგი ღვინოს და ყურს, შამესა ჩაასხამენ ეს პატარა სუხარებით რაც არის. ანუ სისხლით ზიარება არ აქვს. არა, ეს პროტესტანტიზმის სისხლითაა. სისხლის არ არის, ღვინო და ყურია. ჩააღდა და გადალოცავს ან ქალი ან კაცი, ქალი იყოს ეპისკოპოსი. კი, ქალიც არის, მაგრამ ქალი და კაცი რა გაყო? ყველა ერთია ქრისტეში, ხო? იუდეველი, ქალი, კაცი, ამჟამად ქალი რა არ არის, ღვთისმშობელი ადამიანი არ არის, თუ რა? მუსულმანი სხვა რა ვარ? ქალი რა შუაში. უბრალოდ ეპისკოპოსი ქალი საერთოდ სამღვდელო იმაში არ არის მიღებული მართლა პრაქტიკაში, იმიტომ რომ ქალი ცუდია და ქალი რაღაცა დაზიანებული არსება. როგორც ქალი, ისევე კაცი აღადგინა ღმერთმა. ასევე ქალი და ასევე კაცი ღვთისმშობელია. აღადგინა და თავის ადგილზე დააყენა. ის დარღვეული ურთიერთობა კაცსა და კაცის შორის ქრისტემ ჯვრის წერის საერთოდ აღადგინა. მაგრამ უბრალოდ ტრადიციულად ქალი როგორც სამღვდელო მსახურების აღსურებელი არ არის, თორემ ღვთისმშობელი რომელი მდელზე ნაკლებია. რომელიც გიდა ეპისკოპოსი ან პატრიარქის ნაკლებია ღვთისმშობელი. იქით იღებენ პატრიარქი და წოხუთქო ღვთისმშობელის. ღვთისმშობელი რომელიც ანგელოზებზე და მთავარანგელოზ ქიარობის ერობებზე მაღლა დგას, რომელიც სამღვდელო მსახურო ადამიანზე ნაკლებია, ხო? რომელიც საერთოდ პირდაპირ უყურებს. ავიღოთ თუნდაც წმინდანინო და წმინდა ბარბარე და წმინდა მოწამეები, რომლებიც ზეცაში ღვთისმშობელს ახლავენ და ამის ბევრი მოწამეები არსებობს გამოცხადებებით, რომ ღვთისმშობელს ხან ერთი წმინდანი ახლავს, ხან მეორე. გავიხსენოთ სერგი რადონეჟელი, შიო გულმელი, სერაფისაური და ასე შემდეგ და ასე. პროტესტანტიზმზე ხან მოგავჩერდებით, იქ საერთოდ იქ არის არა ასკეზა, არც ბარხვა, არც ლოცვა. იქ არის მცირე ლოცვები ძალიან და უფრო არის დამახვილებული, რომ შენ წმენით გადარჩები. წმენით და არა საქმე იმდენად დარბი. რა უფრო წმენა. და თან კიდევ ეს ზიარების გაუბრალოებული ებგაგებით რომ ჩამოატარებენ ღვინოს და ყველა არც სამღვდელო იერარქია არ არსებობს. აი ვინმე ადამიანი ჩამოატარებს ესე მოსვამენ იმიდან მე ვარ დასწრებული ერთად ხო დელეგაცია იყო რაღაცა შორიდან ესე უყურებ თუ აი მაშინ ძალიან ხავი ესე უყურებ როგორ რაღაცა ესე კონფერენცია იყო და რაღაც უზებ ჩამოატარეს დაუკრა რაღაცა მე წავედი და გაუკრეს
ის აზია, ნუ ეს თისა, რა დაურიგე დიდი გააღეს შეჭამა, დაუტეხეს ისინი და არაფერი, ნუ არავითარი მისტიკა იქ არ არის. იმიტომ რომ ცუდი ხალხია და ზოგჯერ პროტესტანტები ეხლა გერმანელები, დაუშვათ დანიელები სხვა პროტესტანტები არიან. დაუშვათ ინგლისელები, ანგლიკანები, ნუ ძალიან გავს კათოლიციზმს. მაგრამ ისეთ მოწესრიგებული ხალხია და ზოგჯერ ძალიან ბევრად უფრო მშრომელი და მოწესრიგებული ვიდრე ჩვენ. ხო. ავიღოთ მათ ტექნიკა და ის ყველაფერი ხო რაც პროტესტანტულია ეს მერსედესი და პროტესტანტულია ეს სონი ერიქსონი და ეს ნოკია მაგრამ ყველანი ტექნიკას ვიყენებთ იმიტომ კი არა ეხლა ეს ამას მართლმადიდებლობას არ უკავშირია ეკლესიას მაგრამ უბრალოდ ეს ორგანიზებულობის ნიჭია ამის ეს არნიშნავს რომ ისინი დეგრადირებული ხალხია და ამორალური ხალხია სულ არნიშნავს უბრალოდ აი მწამსი მათ გაუბრალავდა და ამ ხრივ ისინი მოწყდნენ საეკლესიო ჭეშმარიტებას მას. დღეს ეხლა ამას სხვა ფორმა მიიღო. სხვა ფორმა მიიღო. საქართველოს ეკლესიაზე ყვავილობა და მონოფიზიტური პარტიის საბარო მონოფიზიტური რაღაც დირექცია. ახლა ისტორიული სპეციალისტი მე არა ვარ, ისტორია ბავშვებიდან მიჭირდა ხოლმე სადაც, მაგრამ ვფიქრობ რომ მონოფიზიტობა უკვე დაიძლია საქართველოში მე-6 საუკუნეში, ხო? დაიძლია რა, არ ყოფილა მონოფიზიტობა, სამხრეთთან განხეთქილა მე-6 საუკუნეში მოხდა. განხეთქილა მე გაგებით რომ სომხური ეკლესია როგორც მონოფიზიტური ეკლესია გამოეყო მართლმადიდებლობას და გაირჩია თავის გზა. გრიგორიანული გზა, რომელიც მონოფიზიტური, ანუ ერთ ნებას, ერთ ღვთაებრივ ნებას, ერთ ღვთაებრივ ბუნებას აღიარებს ქრისტეში. კაცობრივ ბუნებას არ აღიარებს, ანუ დიო, მონო და სტერეო. ხო გაიგეთ, მონო სტერეო. ერთი და ორი, დიო. ანუ აღიარებს მხოლოდ ერთ ნებას. ანუ ღვთაებრივს ხოლმე. დიოფიზიტიზმი ეს არის ის, რასაც ქვია მართლმადიდებლობა, ანუ სრული კაცი და სრული ღმერთი. ეცვა ჯვარს როგორც სრული ღმერთი, სრული კაცი, აღდგა როგორც სრული ღმერთი. ამიტომ მართლმადიდებლობის სარწმუნოება ეს არის ის დიოფიზიტობა თუნდაც ის შეიძლება ხელზე დაეწეროს ადამიანმა წამსი. მაგრამ ეს წამსი ფაქტიურად მთელი ცხოვრება ჩვენთვის მისაღწევი და შეუცნობელია. ცხოვრებაში მიმდინარეობს ეს ცვლილებები ჩვენ გონია რომ ხო არ შეიცვალა წამსი ნეტაი დაუშვათ დღეს სხვა დრო არ იქნება ესე არ არის რაღაცა ის სხვა რაღაცა ხო არ არის საჭირო ფიქრობს ადამიანი მაგრამ ვერ აძლევს თავს საშუალებას იმისა რომ გააცნობიეროს რომ წამსი არის შეუცვალებელი მიმდინარე ცვლილებებს მართლმადიდებლური წამსი არ ექვემდებარება ანუ წამსი არის ის უცვლელი სტრუქტურა რაც არასდროს არ შეიცვლება ამიტომ მინდა რომ ეს უცვლელობა წამსის გავაცნობიერო. თუ ერთხელ მიიღებ წამსი და ნათლობაში აღიარებ სხვა ადამიანს წამს უყოლ და ვაღიარებ. უნდა ზიარების წინ ეს არის და წამს ერთი ღმერთი მამა ყოვლისა მპყრობელი და ასე შემდეგ. იმას რო ამბობს ნათლობაში, ფაქტობრივად ფიცის ტოლფასია. ერთხელ ამბობს და ის აღარ იცვლება. ის არ არის ისეთი რამე, რაც შეიძლება წლების განმავლობაში შეიცვალოს. ვინც არ უნდა იყოს ეს, გინდა კალვინი იყოს, გინდა ლუთერი იყოს, გინდა რომის პაპი იყოს და გინდა ვინც გინდა იყოს. წამსი არის უცვლელი. აი ამ წამსის უცვლელობას შეეწირა ამდენი შრომა. დღეს მართლმადიდებლობა დარჩა იმ წამზე, ამ წამზეც თავიდანვე იყო, დანარჩენება შეცვალეს წამს. მეტნაკლებად, ყველაზე ნაკლებად კათოლიკეობა. შემდეგ ვიძახილ პროტესტანტებმა აღარ ლაპარაკობს სექტანტებზე, ხო? ეს სხვა თემაა. მაგრამ რაც შეეხება ამ წამსის შემეცნებას მთელი ცხოვრება შეიძლება დაგჭირდეს. ისე შეიძლება დაიწეროს ეს ფურცლებზე, იცი, რაღაც კითხვა და კითხვები ეს ფურცლებით მომეცეს, ეს უფრო ჯობია შემდეგში. ან ეხლა შეიძლება შემდეგში უფრო ჯობია ფურცლებზე და ფურცლები რაღაცა იქნება აქა, დაწერს ადამიანი და მომცემს, რომ ვინმე პირადი კითხვა რაღაც შეიძლება ერიდება და რაღაცა ისეთი ის არის. სისტემატურად ვიდაბადოთ და პარასკევს ვეზიარებით ვირას შაბათი, როგორ შეიძლება თევზი დავიშვა. და ბევრი მეკითხება ამას, სადაც შაბათი თუ კვირას ეზიარება ადამიანი, შაბათი მართლა თუ არა. და მე ვაძლევ ერთ მომდევას, ოთხშაბათი პარასკევი ხო დაიწყო. პარასკევი დაიწყო, ოთხშაბათი დაიწყო. შაბათს შეიძლება რომ საღამოს ხანი დაუშვათ დაიცვას მართლა. თუ მოზღვება კურთხევა მიწის, თუ არა და შაბათი მართლა არა. აქ კურთხევა ეზიაროს. რატო? იმიტომ რომ თუ
თუ კი დაიცავს ახლა შაბათსაც კარგია თუ კურთხევა იქნება. რომ ჩამავალი არ შეაგინებს ადამიანს. რომ შეჭამა ადამიანს არ შეაგინებს. რომ ახლა ჩამავალი არ შეაგინებს ადამიანი ღია სისტემაა. საერთოდ ადამიანი ღია სისტემაა. მაშინ ძალიან ბევრი რამე შედის, ძალიან ბევრი რამე გამოდის. ნეგატივი შედის და დადებითი შედის და ნეგატივი გამოდის, დადებითიც გამოდის, პოზიტივიც გამოდის. ექსტრავერტული და ინტრავერტული ადამიანი. ორი ბრძოლა გვაქვს ჩვენ. საჭმელთან ბრძოლა ეს ყველაზე უფრო სუსტი ბრძოლა. აი ხა ჭამ ყველს თუ ქაბაბ შემჭამა დიდი ის არა. სხვა არ დააშაო შენ. თუმცა კი ისიც უნდა დაიცვა. სხვა არ დააშაო თორე. დანარჩენი შენ დიდად არ გამოდის. თავარია რომ შენ არ დააშაო სხვა რა. მარხვა არის ადამიანის და არ ადამიანი მარხვის, მაგრამ თუ შენ კურთხევა გაქვს დაიცავ. თუ არა და ჩამოვალი არ შეაგინო. სხვა რამე არ შეაგინო. ამიტომ თუ კურთხევა გაქვს ჯობია ეზიაროს კვირას თუ არა კურთხევა დაიცავს ხმასა თუ არა აჰ კურთხევა იგი საღამო შეიძლება დაიცვას. შეიძლება მთელი დღეც დაიცვას. იცავს კურთხევას. ხო. შენ ყოდა რაღაც კითხვა არა? Babakirge, ლოცვის ეს მაინტერესებს არის დღეები, რომ მომეწურე საერთოდ ვერ კითხულობ იმ კანონს, რაც უნდა წაიკითხა ყოველდღე და გიჭირს ძალიან წაკითხვა. რა უნდა გქონდეთ? არ თუ წაიკითხავ თავს ძალას და წაკითხულობ ისე რომ არაფერი აი საათრო თქვა მოვალეობის ვახტი ისე რა. არის კითხება ისე როგორც უნდა წაიკითხო. მართალია რომ ეს ხანდახან მიწის მეც მაგალითად ხანდახან ეხლა ამის საკითხს თავი არ ამბობ უბრალოდ მოკლედლოცო თუ არის მას აიკითხო. საღამოს გამოსავათებული გადაღლილი გეძინება. დიახ. თან რაღაცა ფეხების გეკეცება. ამ დროს გინდა ტელევიზორის ყურება, ინფორმაციის დრო მოვიდა. ამ დროს გინდა ჭამა, ამ დროს გინდა ჰაერ, ყველაფერი დროს მოგინდა. ხდება ხოლმე ეს ყველა ადამიანები ვერ ერთი ბუნება გვაქვს, მაგრამ ეს ლოცვის კანონი დოგმა არ არის. ლოცვის კანონი არის ადამიანისთვის და არა ადამიანი იმ კანონისთვის, ხო? მაგრამ რადგან დაწესებულია სასურველი საერთოდ ყველაზე საშიში მდგომარეობა ადამიანს აქვს ძილის სიმფონია. აი ღამე ხანდახან დაწვევი და არაფერი იცი რამე არ აგექვია. აი რაღაცა აი ვიღაცა მაცხენინა აი ეს მაცადერთი ვეზიარო მე შემიჩვენე. ვეზიარო ვახცი. ესე ხო მე ასე უნდა მეკნა. სხვა დროს დაგახჭო. ეხლა არ დაგახჭე, სხვა დროს დაგახჭე. ეხლა არ მქონდა მაგის. აი რომ მეკნება შეხვა, მაშინ ნახე რა. ერთი მაცადე აი შენ ესეთი ხო მე ესე მე არა ვარ ის. მე ისეთი არა ვარ. ხო შეიძლება მე ყოიცი რა დიდი ვარ, რა მაგარი ვარ და რა ძლიერი ვარ. მოიცა ეხლა ეს დავამთავრე ეს ლოცვის ისა ეს ჩავამთავრე ეს ერთია. მოიცი ვეთქებას ვინ 15 წუთში წაიგითხავ ზიარების სიამოვნების ან 3 წუთში წაიგითხავს დაუშვათ დილის სინამდვილეს 3 წუთში წაიგითხავს. ნუ ზიარების სიამოვნების ვიღაცა მოახერხა რა 15 წუთში წაიგითხავს როგორ მოახერხა. როზი ჩაიგითხა რომ მოითავა რა მორჩა ვალი რაღაცისას არ ვიცი ვინის ვის ჭირდება ვიღაცას ვიღაცა შენთვის არის ხო? შენ ვარ სიამოვნებს ამის საკითხო. რა არის რაღაცა შელოცვას ხო არ აკეთებ? ლოცვასა და შელოცვას შორის დიდი განსხვავებაა. აი შელოცვა არის ესეთი რაღაცა რომ აი მოვიდა ადამიანი და მამო შემილოცე. ასე ჩადოხა ჰარი პოტერი ხო არა? შემილოცე. ქათამი მოატა რაღაცა დოლარი. ამას აკეთებს ფული გამე აი ფული ვიშოვო რაღაც დავუშვათ რომ დოლარი შევხავით შემიძლია ბევრი ფული ქონდეს აი ქათამი მაგათ ან სხვარო შეუსრულე სხვარო რა მოხდა ერთი ხოლმე შეუსრულე გაათხოვეს სხვარო ეს ხარ ან გააცოლი მოაპაინე ამ კაცს ბოლოს და ბოლოს აღარ შეიძლება გათეთრა ადამიანი მოიყვანოს ერთი ცოლი რა გაქვს ხალხი უწო და უჯერ ხოდე ერთხელ და შემოატარე ერთი და რაღაცა არ შვება ეს სხვარი. არ შვება. სხვარი კი არ გიშვება. სხვარი ვერ შეგისრულებს. ვერთი შეგისრულებს. ამიტომ ეს ლოცვაც ეხლა და აი დავამთავრე. ღამე ყველა საერთოდ არის ღამის პერიოდი. იძინებს ადამიანი და ეხნება სარკმელი. შემოდის ბავშვი ძალიან ბევრი ჯადოქრები მომრავლდა ძალიან. ამასიათ ახლა რასიზმა რამოსაყოლები თუმცა ეს აი ღამე გამოღვიძა რაღაცა შიშმა აი ზიარების წინა რაღაცა იყო რა თქოს ზიარების ზოგადად წინა დღე იყო არა ჩვენ რომ დავით კითხები ჩამოწევ ზნობ რომ ვიღაცა დგას შემგვერდზე რა თვალები გავახერეთ თქოს
თითქმის ხაჩი, თითქმის სიგნალში. ხედავ ვიღაცა ხალი დგას, ესეთი კაბაც, ესეთი რაღაცა დიდი ესეთი და რაღაცა მაგიური კვერთხები როა, ეს ჩემსკენ გამოშველი რაღაცაა და მოვკიდი ამ კვერთხში. გამოგლიჯე დამაძინე რა გინდა. რო გამოგლიჯე გაქრა ეს და მერე დამეწყო შიში. რაღაცა აი გაურკო უმიზეზო ესა ეს მოროფისება. უმიზეზო შიში. და ჯვარი ისკენი რაღაცა შეგიდე. და სხვათა შორის ძალიან ის არის, ღამე იცი ძალიან უკონტროლებელი ის. ამიტომ დაცვა ძილის წინ აუცილებელი. ძილის წინ აუცილებელი. ოღონდ სასურველიო ძილის წინ ლოცვების შემდეგ საჭმელი აღარ შეჭამა. უჭმელი დაცვა. და ნასვამზე თუ შეიძლება ძილის წინ ლოცვები. გააჩნია ნასვამ მდგომარეობა, რამდენად ნასვამია. აბა განაწევრებული მეტყველება შეუძლია წაიკითხოს. მამა უჩვენო და მოკლე ძილის წინალე. ნუ განაწევრებული მეტყველება არ შეუძლია, ჯობია ხალხი შეგვიწყალებს თვალს და დაწვეს. ან დააწვენენ. სიტყვამია მამა მაშინ უნდა ახსოვს ის. ბოლოს უნდა წაიკითხო. ისეთი ნასვამი რო იქნება. არის ესეთი. მამაო და ხშირად აი ესე გაფანტულ გონებით ლოცვაზე. აი ლოცულობ აი იმ წუთას ვერ მაშვები აღვივა რას, მაგრამ ვიცი შინ არის რა წავიკითხე, ანუ ესე მექანიკურადაც არ არის. უბრალოდ წინ უსწრებ სიტყვებით და გონება მერე ცოტა ქვია. აი ხა ანუ აი ლოცულობ თქვათ. ჩქარა ლოცვით. და თქვათ აი გონება გონია რომ დაგვიანებით აღვიქვი, ანუ რა წავიკითხე ის ვიცი, რა თქმა უნდა, მაგრამ სიტყვით არ მივყვები ლოცვას. ანუ გასაგებია, გონება გაფანტულობა. გონება გაფანტულობა რა არის? ზოგი ადამიანი გონებრივ რა არის, ჩვენ თუ არ კონცენტრირებთ ლოცვა, ჯობია წმინდა მამა ამბობს, რომ ხა ჩემ რასაც ვიცახი. უფრო ხშირად, აი ვიქნებ რომ წმინდა მამების აი აზრ ჩვენ და ვიკითხოთ ძალიან ბევრი წიგნი. ეს წმინდა მამების ლიტერატურა უამრავი არსებობს. უნდა წავიდეთ. რა ասამოს წმინდა მამები? ეს ლოცვა როგორც აი საჭმელს შამ ისე უნდა გამოღეჭო. თუ არ გამოღეჭე ეს წმინდა მამები, აი ამბობს იესოს ლოცვას ადამიანი. და ერთი წმინდა მამამს რომ აი ადამიანი ლოცულობს ფსალმს და ეშმაკი დაუდგა გვერდზე და უხარია რა კარგად ლოცულობსო, დედა რა კარგად ლოცულობს. უხარია ეშმაკი რომ ლოცულობს საშინლად რაღაც. ფსალმუნებს იძახის, სადაც ბაზარშია. ფსალმუნებს იძახის. და მისი აზრი არის სადღაც სხვაგან. და ეს აზრი ფსალმუნებს კითხულობს, ამ დროს გააყიდა რაღაცა, ის როგორი ზომის ტუფლები უნდა ის და მერე გავიდა სადღაც იქ რაღაცა ტელეფონი ნახა, რა ფუნქციები აქვს და დაუცულობს. ჩაამთავრა ლოცვა ვერაფერი ვერ შევიდა. ეგ გაახარა ბოლოდ. შენ თუ ლოცულობ ჯობია ცოტა წაიკითხო, გამოღეჭო. იესოს ლოცვა რამდენი ვიკითხო? 33. არ დაიღუპო 32 არ წაიკითხო. ან 34 არ წაიგო. რა მნიშვნელობა? 34 თუ წავიკითხე, ხوار დავიღუპე. აი რაღაცა ხوار მოხდა. თავარი გული გადნეს. აი ეს ლოცვა, იესოს ლოცვა მოკლეა, მაგრამ ძალიან დიდი ძალა აქვს. ძალიან დიდი ძალა აქვს. ამიტომ აი ეს ლოცვა, როდესაც იკითხება, ეს ლოცვა დიდი მადლით არის, როცა გამოღეჭა. ესე იგი უნდა რო საჭმელს ხო პირდაპირ ვიხინგალს პირდაპირ ყლაპავს ხო და ცხელს უღარე ჩაის აი როგორ უნდა დალვე პირდაპირ თვალ დაეწვა პირი ვერ ისვენ და შეუძლია სახეს და გვარსა დავასახლეს მამა. ასხინდა სადები პირდაპირ ჩიპიანა ჩიპის გარეშე არა გაჭრიდა ესე პატარა ცხელიც გადანა კლიანად ყლაპავდა თურმე გამიგია ვიღაცა ზულები არის შეიძლება უჩი როგორ დღეს შეექნება არა შეიძლება როდესაც მინდა მამები ამბობდნენ მე მაგ წიგნი რომელშიც 500 გვერდი მარტო მამაოჩვენოს განმარტება რომელშიც წერია და ადამიანმა მარტო მამაოჩვენო როცა ეკითხოს 100 გაიგოს რა მთელი სახარებაში ჩადება ეს ერთი მამაოჩვენო რო გადაღეჭო და გაიგო არის სავსებით საკმარისი რამე თუ დაგანაკრებს ეს სადაც არა მარტო პურითა ცხონდება ადამიანი რამე ყოველი სიტყვით რომელიც გამოვა პირისა ღვთისა ეხლა მეორე მომენტია და არ მინდა ერთ კითხვაზე გავჩერდი ძალიან დიდი ხანი და კითხვა არის ესეთ როგორ ისწავლება სწორად ლოცვა ან როგორ უნდა მიხვდეს რომ ადამიანს სწორად ლოცულობს ძალიან კარგი კითხვაა როგორ უნდა მიხვდეს ადამიანს სწორად ლოცულობს უნდა მიხვდეს ადამიანი როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი რომ ეზიარა დაუსჯელად აი მე გეკითხები
როცა ადამიანს წარმოეშვება სინანულის და თამდაბლობის გზნობა, სიყვარულის გზნობა, მადლიერების გზნობა, უმადური ადამიანის ლოცვა არ შეიწირა, ბევრჯერ მithქვია. აი, ლოცვაზე და ზიარებაზე ზოგჯერ დაგაბკოლებს რაღაც. რია ზიარების რიგში, როცა მე საერო ვიყავი, ზოგჯერ მეც დავბკოლებდი და მე წარმოვიდგინე თქვენ მგონი, რომ მე საერო ვიყავი, ერთო სპიტალში გულათხვარ დავიბად. ხო, დედაჩემი გადაერებოდა, რომ სპიტალში დალიფრებს რა. საიდან როგორ ხო ზოგი პერანგში იბადე, პირდა არანაფორაში ვარ დავიბადე. მე საერო ესე ვეზიარებდი. ზოგჯერ დაგაბკოლებდა აი რიგშიც რაღაცა შეიძლება დავბკოლო და რიგში გეკნეს აღსარება სათქმელი რა. ეს არ არის სწორი მდგომარეობა, ანუ სწორი ლოცვა არ არის. თუ შენ ზიარების რიგში დავბკოლდი, შენი ლოცვა არ შეიძლება ღმერთს, ესე შენი სულიერი მდგომარეობა შემაშფოთებელია. როცა შენ ადამიანი ეზიარები და 2 წუთში ანთებულ ღვთის სანთელს გაიტან ქარში და მადლს ჩააქრობინებ ამ წუთისოფელის ქარს, ის ზიარება 1 წუთში მიიღე და 1 წუთშივე დაკარგე ის მადლი. რომ არ იცი შენ რომ როდესაც გაიტან ქარში კანდელს, კანდელი ჩაიქრობს, კანდელი შენ არ აგინთია ღმერთმა აგინთო, მაგრამ შენ უფლება არ აქვს რომ ჩააქრობი. შინაგანი კანდელი არ ქრება, მაგრამ მეორე კანდელიც არის. რომელიც ხელში უჭირავს გულთან. არის გულის შინაგანი კანდელი, ის არ ქრება საერთოდ, იმიტომ რომ ის თუ ჩაქრა დამთავრებულია და არის ესეთი ცოცხალი გვამები. დადიან გონია ცოცხალია, ევროპის მეტყველის ამბობს. მაგრამ სინამდვილეში მკვდარია. გონია ცოცხალია, სინამდვილეში სულიერად მკვდარია, გვამია. იმიტომ რომ დიდი ხანია მოკვდა სულიერად ქრისტესთვის. არ არის ცოცხალი. მაგრამ ამ ადამიანებზე არ ვლაპარაკობ, მაგრამ შანსი აქვს რომ გამოვიდეს ისე. მკვდარობის მდგომარეობიდან. მაგრამ თუ შენ ეზიარები და შენ უმადური რჩები, მაშინ როგორც იუდას მიემსგავსებ. პირველი ნიშანი თურმე, როცა შენი ლოცვა შეიწირა ღმერთმა, ან შენი სინანული ისაა, რომ შენ როდესაც მოინანიე ცოდვა, სურვილი აღარ აქვს იმ ცოდვის გაკეთების. აი ეს არის პირველი ნიშანი იმისა, რომ შენ ცოდვა მიგეტეო. პირველი ნიშანი იმისა, რომ შენ არასაჯელად, არა დასაჯელად ეზიარე, არის ის, რომ შენ სამადლობელი, მადლობის და არა ბოღმის გზნობა და ისევ ძველი, ეხლა ვეზიარე, ხო, მოვალ და ნახე რას გიზამ. მოიცადე, დავამთავრო ეხლა ესა. აი ეხლა მოვალ. და დახე მოგაგებ პასუხს ყველაფერს. სპექტაკლებად ქრისტეს მიემსგავსებს. ამიტომ თუ ეზიარე ადამიანი სამადლობელი ლოცვა სიმშვიდე ეს აუცილებელი ფაქტორია. სარწმუნოება, სასვება და სიყვარული უნდა გაძლიერდეს. სარწმუნოება, ანუ წმენაში გაძლიერდეს, უნდა ადამიანის ზიარების მერე თუ არ გაძლიერდა სარწმუნოებაში, როდის უნდა გაძლიერდეს, მე ვიკითხავ, სარწმუნოებაში ადამიანი თუ არა და ზიარების შემდეგ. როდის უნდა გაძლიერდეს ადამიანი იმედი, სულიერი იმედი, აბა რაზე დგას ჩვენი ცხოვრება და რითი გვიდგას სული? რითი? იმიტომ რომ ჩვენ ვეზიარებ. ამითი გვაძლევს უფალი ჩვენ სასუებას. და მესამე, სიყვარულში. თუ ადამიანს სიყვარული არ აქვს, მისი ზიარება ამოვა. თუ არ სიყვარულში წინ არ მიდის. სიყვარული გამოიხატება რითი? გამოიხატება საქმით, სიტყვით და გულისხმის ყოფით. მართლმადიდებლური აზროვნებით, მართლმადიდებლური მეტყველებით და მართლმადიდებლური ქმედებით. სამ პლანში, სამპლანოვანი ადამიანი. სული, სამშნელი და სხეული. რა არის ადამიანისათვის მთავარი? ის რომ ადამიანმა მადლობა თქვა ზიარების შემდეგ, მის გაწეულ ღვაწლზე, იმ ლოცვებზე, იმ მალზე, რომელიც მან მიიღო. აი ამ შემთხვევაში ადამიანი როდესაც ამბობს, როდესაც აღსარებას ამბობს ეზიარება, თუ იგი სამადლობელ ლოცვას არაერთხელ, არამედ ზოგჯერ წმინდანები ამბობენ, რომ ადამიანს ორჯერ, სამჯერაც კი წაუკითხია სამადლობელი ლოცვა. ამ შემთხვევაში ადამიანი ეზიარა არასაჯელად, კიდე დასაჯელად, არამედ საკურნალო წულის და ხორცს. როდესაც ეზიარა და ერთი ამხელა ლოცვების სამადლობელი წაგებო, კარგად მადლობ, აბა კარგად. ეს არ არის, არ მიიღო სამადლობელი. მაშინ არა, მე რა სიზმარზე იყო, სიზმარში, არა. სხვათა შორის ლოცვის დროს ცრემლები კარგია. და ერთ-ერთი წმინდა მამა ამბობს, სამი ცრემლი სიმბოლურად აქვს, შეიძლება 4 გაზმობდეს, მაგრამ ცოდვა, მაგრამ სამი რამისთვის უნდა იტიროს ადამიანმა. პირველი, ძალიან ბევრი რამე მინდა გითხრათ, ძალიან ბევრი ინფორმაცია მაქვს, ძალიან ბევრი, მაგრამ უბრალოდ ყველაფერს ერთად ვერ ამბობ ხოლმე და მომეც საშუალება რომ არ ვიჩქარო ისე გავთქვი. ერთამეს შეიძლება ძალიან ბევრი რაღაცა გითხრა. ძალიან ბევრი. უბრალოდ მოდის ნელ-ნელა იხსნება ეს ნელ-ნელა. ამბობენ წმინდა მამები.
ფენომენი არა, არც ერთი არა ვარ, ყველა ერთმანეთს უნდა ვისაუბროთ, მაგრამ ძალიან ბევრი დაგროვდა, იმიტომ მინდოდა რომ ეს დავაგროვ, როკინ გავიგე, წავიკითხე, ესავიდე და რაღაცა ხომ უნდა გამოდგეს, რა თქმა უნდა მარტო მე. რაღაცა მინდა თქვენ გამოგდოთ. აი ეს სამი ცრემლები. ერთი არის შენი თავის, რომ მე ჩემი წოდებისათვის, მეორე მოყვასისათვის შეამუნდებ მე. ესაა მიცვალებულება, ცოცხლებისათვის და მიცვალებულებისათვის მესამე. ის მინდა მამა მეცაც ამოს, სამი ცხვირსახოცი უნდა დაასრულო. ცხვირსახოცი კი არა, პატარა იმას ვერ ვასრულებ, ბამბის ცხვირები რო არის, ის თუ დასრულდა დიდი ამბავია. მეც კურსი გამოსადი ცხვირები პატარა. იმას ვერ ვასრულებ. სამ ცხვირსახოცს ასრულებ და თურმე წმინდა მაები იყო, ერთს მოყვასისათვის, ერთს თავის და ერთ კიდე მიცვალებულებისთვის. და გამოდიოდა სველი, სულ აი სველი და ესე და გამოუწვიდებ მე თურმე იმას და ეს ისეთი განცდა ქონდა. მაგრამ ეს უკვე უმაღლესი დონეებია, ჩვენ ამ დონეს შეიძლება ვერ არის ახლა არ უნდა განსაცდელი სიყვარულის სრემლები, რომ გადმოაგდოს ადამიანს. აი ახლა დამესიზმრა მეორე ზიარების წინ ჭამე და ნიშნავ თუ არა ეს რა არის. ზიარების წინ ჭამა არაფერს არ ნიშნავს. ზიარების იმას სიზმარში ხაჭი. სიზმარში ძალიან ბევრი რამე შეიძლება დაგიწყოს. საერთოდ სიზმარზე მინდა ორიოდე სიტყვა თქვა, წმინდა მამები ამ სიზმრებს უყურებენ ეს, რომ სიზმარი არის ილუზია, არის დევნა მინდორში ქარის, ქარს ვერ დაიჭერ ადამიანი მინდორში. ქარს კი არა, ადამიანს ვერ დაიჭერ, რო გინდა, როცა გინდა რომ რაღაცა გააკეთო. ადამიანს ვერ დაიჭერ. არის ადამიანი, რაღაცა გინდა გაქრა ადამიანი. ამიტომ აი ეს სიზმრისეული ჩვენებები არის ილუზია. რომელსაც ვერავით არის ხუთი ათი ამერიკა ჩემო ბავშვი და ველაპარაკობ. დავიღებ კიდევ და ეს კითხვები არ არის ერთჯერადი ამოსაწორი კითხვები. მითხარით? უფრო მეტი საკითხვა რო არის, სურვილი რო არის ძალიან კარგია, მაგრამ უბრალოდ მოძღვარი შეიძლება მოძღვის კურთხევით რაც არის საკმარისია იმას ერთხელ რომ წაიკითხო საკმარისია მეტი არის შეიძლება იესოს ლოცვით გააგრძელოს ადამიანი საკმარისია იმიტომ რომ რაოდენობა ყოველთვის ხარისხს არნიშნავს შეიძლება ხარისხი იქნეს დარღვეული რაოდენობა ამიტომ წაიკითხე ერთხელ მადლი მიიღე საკმარის შეიძლება მე ხილში გადავიდე და ადამიანმა პირიქით უკვე ჩვენება მიიღო ანუ წაიკითხო ძალიან ბევრი და შემდეგ უფრო მიიღო ის უკვე რაღაც დათქმა არის და მე რაღაცა ადამიანი რაღაცა მალს მიიღებს გადაეყრება ვიღაცა ვამპირს ენერგო ვამპირს თელ მალს წაიღებს ან ლოცვის წინ ან ლოცვის მერე ან წირვის წინ ან წირვის მერე თუ მოახერხა რომ ადამიანს შეინარჩუნა დიდი მადლი ამაზე ნათქვამი ნეტარ არის კაცი რომ მე არა დაბყოლდა შემდეომარ შეიძლება ადამიანს მადლი მიიღოს და ერთ წუთში ენერგო ვამპირმა დააკარგინოს არც მე და არც ხვას ისიბენი ლუძა ამაზე ნათქვამი არც თვითონ შეინარჩუნა არც ხვას მიცა არის ხალხი რომელიც ნადირობს მადლზე და ენერგიაზე მე მქონდა წლების განმავლობაში გამოცდილება გვარსა დავასახლებდა რა საჭიროა მე ჩემპირად გამოსვლა ქაშვეში მქონდა გამოცდილება როდესაც ადამიანი მოდიოდა და რა მალცაც ვიღებდი თელ მალც მართმევდა ენერგო ვამპირული მომენტი ის თვითონაც არ აკეთებდა აი როგორც ბოროტისაგან არც თვითონ იღებდა იმ მალს და არც მე მიტოვებდა იმ მალს და ხელება აკანკალებული მოვდიოდი სახში და ბოლოს იზოლებული ვიყავი მთაზიდან გადმოსულიყავი თუ რომ ოსონებას არ მაძლევდა არანაირი არ გამახარა რაც შეეხება მაგაზე რაც მოძღვის კუთხევა არის ყველაფერი რაც კანონში ის საკმარისია ყველა ჩვენ როდესაც მე ჩემს ყველა რაც არის საჭირო ის კანონი მივიღეთ რასაც მე ვკითხო რასაც შენ არ ასრულებ ის არ შეიძლება სხვას მიცე ანუ რასაც მოძღვარი ასრულებს და მიცა კუთხევა აი ეს საკმარისია მეტი არ თუ დამატებით უნდა წაკითხო სახარება წაკითხოს ფსალმუნები წაკითხოს 60 კულო განმარტება სახარები საფრთხე ჟული არ არის საკმარისი რა თქმა უნდა ფსალმუნების კითხვა აროს არის ამიტომ აი ეს მადლი აი რომ თელ მალს მაგარგინებს ის რომ მოვიდა არა მარტო მე მრევლცაც აღწევდა მალს იყო ესე მაგრამ შემდეგ ის მადლი ათმაგად მოდიოდა რადგანაც ნათქვამია მიეცი მშვიდობა თუ მშვიდობა მისასვლელია მივა თუ არა და ის მშვიდობა მოვა მაგრამ ენერგო ვამპირიზმი არსებობს ესეთი რომელიც ცდილობს ადამიანს დააკარგინოს მადლი ამიტომ ძალიან უნდა უფრთხილდეთ რუხი ფერის ადამიანებს შავს და თეთრზე შავი უფრო არ არის საფრთხე ვიდრე რუხი
თვალებში და შუბლი, თვალები და შუბლი ადამიანის ყველაზე უფრო მეტყველებს მის პიროვნებას. თვალები და შუბლი, თვალები და შუბლი ზოგს პირდაპირ აწერია პირდაპირ. ქრისტესია თუ არა ქრისტეს, კარგავდა და ისაც თვალები აქ იხილავს. ეს ახლა სხვა თემაა. მიდარო ეს მერე ყველაფერს ეთქვა. აი მოძღვრის პირველი ენერგომატარებელი ესეთი აი მოძღვრის არ ბძამს, ეკლესიის ბძამს, როგორი პასუხი უნდა გავცეთ, ნათქვამია. არ არის აუცილებელი და არავინ არ ითხოვს იმას, რომ მოძღვრის იწამეთ როგორც ღმერთს. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ჩვენ ადამიანის ვიწამოთ როგორც უხილავი ღმერთს. ღმერთმა დაგვიფაროს. ჩვენ უნდა ვიწამოთ უხილავი ღმერთს და ვწამს მამის, ძის და სული წმინდის და იმ მართლმადიდებლური წამსის, რაც ჩვენ წმინდა ეკლესიამ დაგვიტოვა. ამით გვიდგას სული. ამაზე დგას დღესაც თუნდაც საქართველოს ეკლესია, საქართველოს საერთოდ, ეკლესია ხო დგას საქართველოს საერთოდ კიდე. და იდგება ყოველთვის. ხო, აი ეს არის ის წამსი, რომელიც ღმერთმა მოგცა ჩვენ. მაგრამ ვიმეორებ, რომ მოძღვარი შეიძლება იყოს ის ადამიანი, რომელსაც ჩვენ ფანატიკულად შეიძლება ვირწმუნოთ, რომ აი ჩვენ წამს მოძღვრის. ეს არასწორად დასმული კითხვაა. მოძღვრის ბჯერა, მაგრამ ღმერთის წამს, უხილავი ღმერთის წამს, მაგრამ ხილული ადამიანის თუ კი ღვთის ნებას მეუნება მჯერა. რადგანაც თუ კი შენ გეუბნება ღვთის მსახური და ეს არც არ გეტყვის ღვთის ნების საწინააღმდეგოს, თუ რაღაც ადამიანურმა მისთა სტობილებამ არ შეუშალა ხელი. ხო, და ისიც არ ხდება იშვიათად. თუ შენ ხარ გზად, ის არასდროს არაფერს არ გეტყვის და ქვისაგანაც მიიღებ მამის. ქვას რო ეწეროს შენი მოძღვარი, იმ ქვისაგანაც მიიღებ მამის. შენ თუ კი შენ ხარ მსგავსი და გინდა მიმსგავსება ღვთისადმი, მაგრამ თუ შენ თავარ ანგელოზმას რო გიწუროს, თუ შენ გიწიროს თავარ ანგელოზის რო შენი მოძღვარი იყოს, თუ შენ არა ხარ შინაგანად გზად, ვერ ირწმუნებ ვერც ღმერთის და ვერც იმ კაცისაგან მალს ვერ მიიღებ. მოძღვრის მჯერა, მაგრამ მის წამს უხილავის, რათა ხილული მისი მოწმობა შევისისხლცო და გავა რეალიზაცია გაუკეთო. თავისუფალი ნება სწორად და მართლად გამოვიყენო. მჯერა რომ ეს მაგი დააგდგას და ჩვენ აღგევართ და ვზივართ და ტაძართან საუბრობთ, მაგრამ წამს იმ უხილავი ძალების, რომლებიც ჩვენს გარშემო დადის და მოქმედებს. მე ვერ ვხედავ ჩემ ფარველ ანგელოზს, ვერ ვხედავ წირვის დროს სულიწმინდას, რომელიც გარდამოდის, სულიწმინდა ნათელის სახით ძღვენზე, რომ ესე არის პური, ესე არის ხორცი, ესე არის სისხლი, ესე არის და გარდამოვიდეს მასზე ვაკურთხებ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მოასაც მე ვერ ვხედავ, იმის არ ვირწმუნო. წამს, რასაც ვერ ვხედავ, მაგრამ ჯერა, რასაც ვხედავ, თუ კი ის ღმერთის ნებას არ ეწინააღმდეგება. ამიტომ წამს მე ეკლესიის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უხილავი არ დავინახო ხილულ ეკლესიაში. ან ხილულში არ დავინახო უხილავი, უხილავში ხილული. თუ ჩვენ მადლს ვხედავთ, მაშინ ეს განსაკუთრებული წყალობა აქვს ისა, მაგრამ თუ არ არის საჭირო, ვაი იმას, ვინც დაინახავს ზედმეტ რაღაცას. იმიტომ რომ იყო ადამიანები, ვინც დაუშვათ ხედავდნენ სერაფის აროველი, სერგი რადონეჟლესულები ადამიანს ბავშვობაში ბედია გააბრაზა თუ იქ რაღაც დაკარგა თუ ვიღაცას რაღაც მოპარა, პირდაპირ ეუბნებოდა. მაგრამ ეს ფარდა, რომელიც მას ღმერთმა აუხსნა, ნათლად ხედავდა წარსულს და მომავალს ადამიანისა, ღვთისაგან იყო და მისი კონტროლირებული თანმდაბლობითა და სიწმინდით შეიწირებოდა ასეთი მოძღვრისაც გჯეროდა, როგორც სერაფიმეს აროველია და ჩვეულებრივი ცოდვილი ადამიანის მოძღვრისადაც გჯერა, თუ ყველანი ცოდვილებია. მაგრამ ის სერაფის აროველი და პავლე მოციქული პირველი ცოდვილი ვარო ამბობდა და ჩვენ რაღა ვთქვათ, ხო? მაგრამ გჯეროდათ, იმიტომ კი არა ის სასწაულს ახდენდა, იმიტომ რომ ღვთის მოგზავნილი იყო და ღვთისას ამბობდა. მაგრამ როდესაც ადამიანი ცდილობს სპირიტიული სეანსებით, სულების გამოძახებებით, ჯადოქრობით, მედიტაციებით, სულთვის ვარჯიშებით და სხვა ექსტრავაგანტული დაკრძალული ეკლესიის მიერ აკრძალული, იმიტომ რომ არ შეიძლება, იმიტომ რომ არ შეიძლება დაგვიყვო შენ. არ შეიძლება შენ რომ ჩამოხვიდე სადარბაზოდან ფანჯრიდან, არ შეიძლება ეს. რატო არ შეიძლება? ფანჯრიდან უნდა ჩამოვიდე. იმიტომ შენ რომ 10 ლიტრა არაყი გალიო, და 10 ლიტრა ყავა გალიო. იმიტომ კი არა ვერ დაგე, შეიძლება გალიო, მაგრამ რაღაცა დაგემართება შვილო. ამიტომ არის რომ არ შეიძლება შენ დაინახო ის რაღაცები, რაც არის სულები, ყველას აზრები გაიგო ზოგიერთად და ის არ შეიძლება.
და ერთი ცუდი ვერ გაუძლებ. შენ რომ ყვებით მათი კონტროლერებადი სულიერი იერარქიულობით და მათში შესული უზარმაზარი მადლით ისინი თავმდაბლობისა და მორჩილების ხარჯზე აცნობიერებდნენ იმას, რომ მათი კონტროლერებადი აზროვნება რა მიიღო და რა გაეშვა. შენ ყველაფერი რაც არსებობს რომ დაინახოს, შენი ფსიქიკა ვერ აიტანს და შეშლილი იქნება მაშინ. და სხვათა შორის იყო ერთი ბავშვი ესეთი, მე გამიგი ესეთი და ვიცი მოვლენა, როდესაც ხედავდა ადამიანში ნაღლის ბოშტი როგორ აქვს, გული, გამჭვირვალე რაღაც აი როგორ პივა რაღაცა. მე დაეწყო ხედები სადარბაზოში ადამიანი, აი ხედავდა სახში ვიღაცა იხსნის, მარიცოლ ყოჭნის იქ რაღაცა ტუალეტში შევიდა, აი გაიხადა, გადაირია ბავშვი, ახალგაზრდა ბავშვი როგორნაირ კვეთებულზე ატარეს, ლოცვები უკითხა და მოეხსნა, მოისვენა, არ შეიძლება ეს დიდი სასჯელია. ან მაჩვენებე რატო არის ქრისტესის და ხორცი პური და ღვინის სახე. მაჩვენებე იყოს ეს ხორცი. ეჩვენა ერთს მართლა ეს განსაცდელი და ბრძოლა და გაფრთხილება. არ შეიძლება ცხვირის ჩაყოფა, იქ სადაც ღმერთია. სერაფსარული ამბობს. ირწმუნე უფალი, მაგრამ უეძიებ და უგამოიძიებ საცხოვრობს იგი. ცხოვრობს რა, ორგანა აქვს, მაგრამ ნუ გამოიძიებ. ვაი იმას, ვინც გრიგოლ-ღვთისმეტყველის სიტყვით ცნობის მოყარეობის გამო ცხვრის ჩაყოფს და ხელებს აფათურებს ღვთის საკურთხეველში. ამიტომ არის მორჩილებსაც ვეუბნები, შეიმოსე შემოხვედი საკურთხეველში. ხილად იყავ, უკან არ გახვიდე. იმიტომ რომ უკან რომ მიხვალ, სადაც მიხვალ, იქ დაგხვდება ეშმაკეთი. ვაი იმას, ვინც საქმეს აკეთებს ღვთისა და უკან იყურება. ხნავს და უკან იყურებს, ახარებაში არ ნაკონებს. ვაი იმას, ვინც წინ მიდის და უკან იყურება, აუცილებლად თავპირის დაიმტვრებს. ამიტომ თუ მოხვედი, მოდი სამუდამოდ. და ნუ მოხვალ ტურისტულად, გამვლელად და შემომვლელად. ნათქვამი ამაზე ზუსტად რომ ადამიანი რომელიც მოძღვართან მიდის, ის არა მღვდელთან მიდის, ანუ მე ჩემთან კი არ მოდის და მე კი არ ვაზიარ, უფალიაზე ღმერთთან მიდის და იმ ტაძრის ფარველ ანგრევს. მაგრამ როდესაც ადამიანს წამს ეკლესიის, ეს იგულისხმება რომ მოძღვრის ჯერა. უხილავი წამს, მაგრამ იგულისხმება რომ ხილულის ჯერა. თვალი არსებობს, რომ მეკითხება ადამიანს. თვალიც არსებობს, ყურიც არსებობს და ენაც არსებობს. წვირიც, ყველაფერი. რა თქმა უნდა არსებობს. განსაკუთრებით არსებობს ბოროტი თვალი. განსაკუთრებით არსებობს ბოროტი თვალი. თვალი რა მხრივ არის, აქ ნახსენები მე მივხვდი, ნახსენები არის ბოღმა თვალი. რომ ადამიანს ვეკითხებით აღსარებაში, ვინმეს ბოღმა და შური ხო არ აქვს. რა არის წყევდა და ჯადო ბოლოს და ბოლოს, ხო? მაინდა-მაინც უნდა წახვიდე და ღამე ბაყაყი დამარხო, საჯვარედინზე შემოუარო, შემოახტე, გადაახტე, ლოგინიდან ჩახტე, გადმოხტე. იქ შემდეგ რაღაცა შელოცვა თქვა და უნდა აუცილებლად შავისანთლები დაანთოს და შემდეგ ეს დამწვავები ადამიანს ჩაუფლა, უნდა შემოსასტურში. ხა მაგიური ჯადოქრობის რეცეპტს კი არ ვიძახ. აი ესეთი რაღაცა გააკეთოს ადამიანმა და უარესი რეცეპტებიც არსებობს. სიკვდილზე, სიყვარულის დაკარგვაზე, ოჯახის დანგრევაზე, შემოსავლისა და გაღატაკებაზე ადამიანის, არსებობს ადამიანის დეპრესიაზე, უამრავ უბედურებას არსებობს თვალი და არსებობს რა არის თვალი და წყევლა. ეს არის ის მაგიური მოქმედება, როდესაც ადამიანი ბოროტებას უსურვებს სხვას. არ არის აუცილებელი მაინდა-მაინც როგორც თქვი, ბოროტი რიტუალი ჩაატაროს. შავი სიტყვა ურჩევნია სულსა გულსა, ხო? ავის აზრი გაშვებული უკვე ბოროტ მოქმედებას ახდენს. მაგრამ ვაიმ ადამიანს ვინც ამ აზრს უშვებს. დაუშვათ თუ იმასთან მივიდა და ის არაეკლესიურია და არის არა მაზიარებელი, თვითონ ექვემდებარება იმ ბოროტებას, რაზედაც მას გაუკეთეს გათვალვა არის ზემოქმედება, როცა ადამიანს დაუშვათ უკეთებენ გათვალვას ოჯახს უკეთებენ გათვალვას იმაზე, რომ ოჯახი დაინგრეს. რომ ადამიანს უკეთებენ გათვალვას იმაზე, რომ ადამიანის ოჯახი დაიშალოს და ბედნიერება, ბავშვები, ფოლი, ქმარი გაეყაროს ერთმანეთს და მოკლედ აი ასე შემდეგ და ასე შემდეგ. უკეთებს ადამიანის სხვას ამას, უკეთებს ისეთ ადამიანს, რომელიც ლოცულობს, ეკლესიურად ცხოვრობს, ქმარი ეზიარება, ცოლი ეზიარება, ჯვარი დაწერილი აქვს, ჯვარი თუ დაუწერილი აქვს, დამთავრებულია, იქ არ არის ერთობა, ისედაც. იმას გათვალვა აღარ უნდა, ის უკვე აემოქმედება, ექვემდებარება, მისაწვდომი არის ბოროტის ძალებისათვის. მაგრამ თუ ჯვარი დაწერილი აქვს, თუ ეზიარებიან, ბავშვები მონახულია, ოჯახი ნაკურთხია, ყოველდღე არ ეზიარება, დრო და დრო, ეკლესიურია, ხატების კუთხეა სახში, სანთელსათებენ, ლოცვებს კითხულობენ. მივიდა ეს ჯადო და გავიხსენოთ კვიპრიანსა და იუსტინეს მაგალითი, როდესაც კვიპრიანი, რომელსაც
ასობით ეშმაკი და ასობით ბოროტი დემონი, მაღალი რანგის დემონი, იქ აღწერილი არის. თუმცა სასულიერო აკადემიაში რომ გავიარეთ ჩვენ კეპრიანის ცხოვრება, იქ აღწერილია მისი განცდები, თვით სატანამ როგორ გამოაცილდა იგი და დემონთა მაღალი რანგი მიმადლა მსახურება. და დიდი პატივით გამოაცილა ლუციფერმა. და დიდი მაღალი რანგის მოგვი იყო. ერთი სიტყვით სასწაულებს აკეთებდა. და გაუგზავნა ერთ-ერთი ბოროტი იუსტინეს, რომ ეს გოგო, რომელიც მოეწონა სექსუალური დაკმაყოფილებისათვის. ჰაერში მანძილზე გადაყვანა მათთვის არაფერი არის. არც არის ეხლაც. არც მოგვები ეხლაც ინდოეთში და სხვა. რომ მოეყვანათ ახლოს და მივიდა ეს ბოროტი ძალა. დემონი ერთ-ერთი მაღალი რანგის დემონი და მობრუნდა უკან და რა არის ეს, რატო არ მომიყვანე ეს უკან? მივედი და ვერ შევედი შიგნით, რაღაცა გამოსახულება გან არიცოდა, რა რეუნებოდა, რო არ მოქცეული. ჯვარის გამოსახულება დაინახა კარებში და ვერ შევიდა შიგნით. სახლი ნაკურთხი და გან არიცოდა რას ეუნებოდა, მაგრამ იცოდა, მაგრამ ვითომ არიცოდა, რომ რაღაცა არის, ვიღაცას ევედრებო, არ ვიციო და აიო ვერ მოვიყვანეო, რაღაცა ლოცვას იძახის და ვერ შევედიო შიგნით. რატო ვერ შევედი? რაღაცა გამოსახულება უკიდეო და მერე სხვა გაუშვა, უფრო ძლიერ. ისიც მივიდა, კარებამდე ცოტა შეაღწია, მაგრამ ვერ მივახლოვდა, იმიტომ რომ იესოს ლოცვა და ეს იესოს ლოცვას იძახდა და უხმობსო უფალო იესო ქრისტეს. ვიღაც იესო ქრისტეს უძახისო, განა არიცოდა. ვინ არის იესო ქრისტე? ვერაფერი ვერ გააწყო. იმიტომ რომ ღმერთთან კავშირში იყო ეს იუსტინე. ღმერთთან კავშირში იყო, ვერაფერი ვერ და მოუბრუნდა ამას ეს ყველაფერი ბოროტება, რაც გაუკეთა. რაც გააკეთა, მოუბრუნდა. სულ გაბოროტდა. კეპრიანე, მაგრამ როგორც აღმოჩნდა იესოს სახელმა მასეც იმოქმედა და აღადგო იესოსადმი და მივიდა. ესეც იესოს რო უძახის ადამიანი უბრალოდ განსაკუთრებით ძლიერია თვალის დროს და ჯადოს დროს იესოს ლოცვა. იმიტომ რომ იესოს რო უძახის ღმერთს, ის მიდის, ესმის ყველა, ეხლა ღმერთი ყველგან არის. ჩვენ გონია ეხლა მე რო დაგიძახე შენ, ხო? აი დაგიძახე, ნათია ის. ხომ გამოიხედო? აი ესე შენ გამოიხედო, ღმერთი არ გამოიხედა? ღმერთს რო უძახი ყველგან არის. ყველგან არის. არსებობს, ყოველთვის ეს ყველაფერი ეს. საკურთხევლე პირდაპირ ჩვენ რასაც და ყველაფერი ადის ზევით, განსაკუთრებით ეკლესიაში. ამიტომ როგორც კი გაიგო, ეგრევე მივიდა ღმერთი. მოიქცა ეს კიპრიანი. მოიქცა კი არა, დააწვა ეს ჯადოქრობის წიგნები. შეინანა, გახდა ეპისკოპოსი, ბდელიჯერ, მერე ეპისკოპოსი და წმინდა მოწამეთ არის შედარება. ეწამა ქრისტეს გულისთვის, ეწამა, საშინლად აწამეს ქრისტეს გულს. ეწამა შეშმარდე ღმერთის გულს. ამას რატო ვიძახი რომ აი ესეთი ძალები არსებობს, რომ გაუკეთა ადამიანს, აი ესეთი რაღაცა. გაუკეთა ადამიანს ესა და აცდის. მოხდება თუ არა. ბევრი შედეგს იღებს. ეს მის უმეტეს უამრავი გაზეთები, უამრავი არსებობს უამრავი ინფორმაცია არის ესეთი გაზეთები, აი არის უამრავი ჟურნალები, გაზეთები, სადაც არის აღწერილი მისამართები, ინტერნეტის კურსები, დაუსწრებლად, დასწრებულად, როგორც გინდა, სახში ჩამოგივა ამ გასა, შენ ფული მიეციო. დადოქარი გახდები, მაგი, მოგვი, ყველაფერი გაზგიდა, აკრობატი, სულიერი გაზგიდა. მაგრამ გავუშვა ამ მორწმუნე ოჯახში. და გააკეთა ჯადო და ხედავ მორწმუნე ოჯახი გადასარევად არის, უფრო წინ მიდის, ეს სულ მოიკაკვა და გაისკნა შუაში. გამოხდა რა შეესაბამება. რა შეესაბამება და გაუშვა ის და გაათმაგებულ, რო უშვებს, ათმაგი უბრუნდება უკან. გაისკნა შუაში და არის ცუდა, იმიტომ უამრავი ჯადოქრები ძალიან ადრე კვდებიან. ან გული უსხდებათ, ან ტვინშის ფლექსა, რატო? იმიტომ რომ უბრუნდება ხშირად. აკეთებენ რაღაცას, მაგრამ არსებობს მათთვის დაცვის საშუალება. ცხოველებზე გააკეთებენ, ცხოველზე აქცენტს, ცხოველს გაუკეთებენ, შუაში ჩართავენ ოპერაციაში, რომ მათ ეს ცხოველი დაიღუპოს, თუ კი მოუვა უკან, დარტყმა. ან ვინმე სხვა ადამიანს ჩართავენ, უფრო ურწმუნოს, რომელიც იცის, არაფერში არ ჭირდება, მაგრამ როგორც დახურდავებას გაუშვებს. მაგრამ გაუკეთა ჯვარ დაუწერებელ ცოლ-ქმარს, ერთმანეთი უყვართ, ქმარი ღალატობს, იქ კაზინოში დადის, სვამს, არ ლოცულობს, ქალი ეზიარება, დრო და დრო შეიძლება არც ეზიარება, ბავშვები მოუნათლავია, მივიდა და სამწუხარო შედეგებით თავდება ხოლმე. თვითონ აი მაშინ კი თვითონ კარგად არის, ის ოჯახი იშლება. და
წლების უკან ჯვარი მომიტანეს ადამიანის რატომ მოიტანეთო და სიზმარში ვნახეო ესო მიცვალებული ჯვარიო ახალგაზრდა კაცის რომელიც დამესიძრაო მითხრაო დიდი მორწმუნე არ ვიყავი მაგრამ ერთი ჯვარი მქონდა და ისიც არ ჩამატანეთო და ეკლესია შემოწირეთ მე ხوار გათხრიდნენ ხა ახალ საფლავს თავიდან და ხوار გაუკეთებდა მიცვალებულს და რამდენი თვეების გარდაცვლილი და სახში ნახეს გურსხნები, ბეწვები, გასკვნილი, დავშვათ რაღაცეები, რომლებიც და ეს რამდენად თვითონ სპეციალისტ კითხეს ამის და ეს არის გაკეთებული. ყველა ამოწყდა ოჯახში. ოჯახი დაიშალა, ყველა ამოწყდა ეს კაცის მათ შორის და დარჩა ცოლი, რომელიც გაშორებული იყო უკვე, ეს დამთავრებული ამბავი იყო, ის ცოლი სუდაც იყო და ეს გაკეთებული იყო სიკვდილით. ის მომხდარი, ოჯახი ამოწყდა, მოჭაი გააკრა იმაზე აღარებდა. ყველა იყო ურწმუნო და ერთმანეთს ჭამდნენ ყოველი სამეფო რომელიც თავის თავზე აღდგება დაეცემა ისინი რომლებიც ოჯახში ერთმანეთს არ ყვარობენ ჭამენ ერთმანეთს ხუბობენ შენდობა არ აქვს პატივა ქრისტიანობა ჯვარი ერთმანეთში არ აქვს ქრისტიანს ჩვენ შორის რომლებიც არ აქვს ის ძალიან ადგილად მისაწვდომი არის ყოველგვარი ბოროტის ზემოქმედებისათვის ადგილად დაშლადია თქვენ თუ წარმოიდგინეთ სახლს რომელიც აშენებულია ქვიშაზე ადგილად დაიშლება იმიტომ რომ ფუნდამენტი არ აქვს ხო, ფუნდამენტი დაიწყება სახლის აშენება და არაჭერია. ეხლა ეს დიდი თემა ამას შემდეგზე შეიძლება. არიან თუ არა დოდეშუქი. აი ახლოს არის თემასთან. აი ეს ცაგარელიმა მიხეილ ცაგარელი ასტროლოგი რა, ჰოროსკოპზე. ძალიან ისე ყველა თითქმის ჩათრეულია უმეტესობა. ამაზე რა კითხვას გაგვცეთ აი მე არ დავაყო ზუსტად მაინც გვარების და სახელების დასახელება არ მიყვარს თუ ბრალდებაში არ ჩავმატყურო ვიდან ვინმე მაგრამ საერთოდ ზოგადად ვიტყოდი რომ ასტროლოგია არის ეკლესიისგან შერისხული ჯერ კიდევ პირველ საუკუნეებიდან ასტროლოგია ეს არის ის ოკულტურის სწავლება რომელსაგანაც გამოვიდა შემდეგ ასტრონომია დისციპლინა და გამოვიდა ასტრონომია რომელიც თავიდანვე ადამიანის კვლევაძიებით იქნა მისი წარმართული წარმოდგენებით დისციპლინირებული და გაფილტრული და დღეს გახდა ასტრონომია და ალქიმია, რომელიც ასევე კრისტალიზირდა და გახდა ქიმია. თავის დროზე, რომელსაც ასტროლოგიას უძახდნენ პლანეტების ზეგავლენას ადამიანებზე, იქნა დღეს მოდერნიზირებული, ეს მოდერნიზირებული სწავლება, რომელიც პლანეტათა გავლენებს მიაწერს ადამიანის შობაზე და იკითხება, დგება მისი ჰოროსკოპი, სადაც ხდება მისი განსაზღვრა ადამიანის გავლენების ადამიანზე პლანეტებით ხდება მისი წინასწარ დეფინიცია, მისი ასე ვთქვათ იდენტიფიკაცია, მისი რომელ სახლს ეკუთვნის, რომელ ზოდიაქს ეკუთვნის, რომელ პლანეტას, რომელ სტიქიას, რომელ ვარსკვლავს, რომელ ასე ვთქვათ რომელი ქვა არის მისი, რომელი მცენარეა მისი, რომელი ფერია მისი და ამავდროულად ანალოგიის კანონი არსებობს ასტროლოგიაში, რომელიც ანალოგიით სხვადასხვა პლანეტებს, სხვადასხვა ნივთებს უქვემდებარებს. მაგრამ ასტროლოგია როგორც კითხაობის სახე დღეს იქცა შოუ, ბიზნესად იქცა ვაჭრობისა და მოგების დიდ საშუალებას. დღეს, როდესაც ასტროლოგიის არა მარტო ჩვენთვის ცნობილი ძველი და სხვადასხვა ცნობილი 12 ზოდიაკოს ვთქვათ სწავლება არის არსებობს, არამედ ახალი აღმოსავლური ასტროლოგიის სხვადასხვა ცხოველების, ტოტემების, ფეტიშების გავლენების სწავლება შემოვიდა. კერძოდ ეს წელი არის რომელი წელი აღმოსავლური წლის სწავლებით? რაფერი წითელი ხო? წითელი ხარის, ატომღაც წითელი, რა ვიცი, შეიძლება ყვითელი რატო არ არის, რა ვიცი. წითელი ხარის წელი არის ეს ასტროლოგიის არსებობს აღმოსავლური მისტიკა და ასტროლოგია ჩინური. ჩინური მაგია ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ძლიერი მაგია დღესაც. ჩინური ლამაიზმი, რომელიც ტიბეტში გავრცელებულია ინდური ბუდიზმის ძველი ფორმის სახით, დღესაც აღმოსავლეთში უზარმაზარი ადამიანებისათვის მიმზიდველ ფენომენს წარმოადგენს. ამიტომ ასტროლოგიის სხვადასხვა სახეები და თქვენ წარმოიდგინეთ ზოდიაკები, რომელსაც ჩვენ ურჩხულებსა, კიბორჩხალებსა და ვთქვათ, ტყუპებს და თევზებს ვარქმევდით, იქ სულ სხვა რაღაცა ფორმებად არის შერაცხილი. ანუ ის შინელები სულ სხვა ზოდიაკოებს ხედავდნენ, ჩვენ სულ სხვა რაღაცას ხედავთ, მაგრამ ჯამში ერთი ვთქვათ ხის ნაყოფები არის. ხო, ერთი ხის ნაყოფია, სხვადასხვა
კითხის კი არა, ერთი ხის ნაყოფი. ანუ კითხაობის ერთ-ერთი სახეა. კითხაობა წარმატებით შეიძლება ბრინჯზე, შეიძლება ვარსკვლავებზე, შეიძლება თუთიყუშებზე, ორია გადაი გავიცემ. შეიძლება კითხაობა და ეს სხვა შორის ამართლებს ზოგჯერ. ამართლებს იმ გაგებით, რომ ამას ძალიან დიდი ფული კეთდება. შეგვდება ვიღაცა და აბა დღეს მერე ჩააყოფინებს წამოიღებს დღესში ფულს მოიგებ. ან დღესში ვიღაცა შეგიყვარდება. ვიღაცა შეუყვარდება, ეს უფრო ხუთი ლარი, ეს მომეწონა, კარგი. კიდე ჩააყოფინე. აი ეხლა თუ კარგი ამბები წერია, რომ დღესში გუზუჟელ ლობიოზე არცლებზე სხვადასხვა არსებობს კითხაობა. თებშისტრიალე. თებშისტრიალე, ეს უკვე სპირიტიზმია. ეს უკვე სერიოზული მაგია. ეს უკვე პრიმიტიული. კითხაობა ბიბლიაზეც კი და წარმოიდგინეთ ჯვარზე დაკიდებდნენ ბიბლიას და რომელ მხარეს შემოტრიალა. კი არა, აი ამის, აი რამხელა კრეხელობა. მაკრატელზე დაკიდებდნენ, მაკრატელზე დაკიდებდნენ, მაკრატელზე იყო. თუნდაც იყო კითხაობა რა თებშზე. კი და არასდროზე. უფრო ბეჭედზეც. არ ვიცი. ერთ-ერთი სახე არის ეს ასტროლოგია. ასტროლოგმა თქვა, კითხაობის სახეა. კითხაობის სახეა. როდესაც ადამიანმა ღვთისნება არ იცის, ეძებს ტაძრის შემოსასვლელი და კი არ უნდა შემოსვლა. ფანჯრიდან უნდა შემოსვლა, აი კიდე უნდა. არ უნდა კარებიდან შემო. მე ვარ კარი, რომელიც თუ კარით შევიდეს, სხონდეს. ისე ამბობს. ვისაც უნდა ფანჯრიდან სათადარიგო და შავი შესასვლელები სასופველოც არა. ანუ ეს კითხაობისა და ასტროლოგიისა და ყოველი ოკულტური გზა არის ცდელობა შეახტიოს სასופველოში შავი ხვრელებიდან. შავი სათადარიგო შესასვლელები არ არსებობს. ასეც ერთი კარი. ან შეხვალ ან არა. იმ კარის გასაღები არის ჯვარი. უნდა ჯვარი, თუ ჯვარი არის ტვირთა, თუ გასაღები არ აქვს, იარე იმ სახლის გარშემო და იზახე, ჩემი სახლია, ჩემი სახლი. ვერ შეხვალში, ისე დამთავრებული. და თუნდაც შეხვიდე, თუ გასაღები არ აქვს იმ უჯრები, სადაც შენი საუნჯედებს, მაინც ვერ აიღებ იმას. ეს დიდი თემა არის. ამიტომ მე მინდა გადავიდე სხვაზე. როცა შორეული ნათესავი გარდაგეცვლება და არ იცი მონათლულია თუ არა, მოიხსენიოთ? თუ მონათლული არ არის და არ ვიცით, ერთხელ ან სამჯერ შეიძლება მოიხსენიოთ, მაინც იქნება მონათლული. ტაძარში თუ ისე? ტაძარში, კვეთაში ყველაფერი, მაგრამ დანარჩენი არ გვინდა. მეც მოვიდა ჩვენ თავზე, რომ ბრძოლები შეიძლება დაგვეწყოს. თითქმის ყველა ეკლესიაში წირვის დროს რატომ არ ეუბნებიან მრევლს, რომ ბოლო ჟამი დამთავრდა. ანგელოზ რომ ბოლო ჟამი დაიწყო ალბათ. არმაგედონი და უნდა ვემზადოთ მეორე მოსვლისათვის. და როგორ უნდა მოიქცეთ სოფლიოში, რომ კატაკლიზმები არის როგორ უყურებთ ამას. ესე იგი ფაქტიურად ყველა ეკლესიაში წირვის დროს არ ეუბნებიან მართალია, იმიტომ რომ არ არის საერთოდ აპოკალიფსი, ეს არის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადება. აპოკალიფსი როგორც ეს მარტო დიდმარხვაში იკითხებოდა ხოლმე, ეხლა ჩვენთან რაღაც არ არის მიღებული, მაგრამ დიდმარხვაში იკითხებოდა ხოლმე გარკვეულ დროს ეკლესიებში. და დღეს თუ დააკვირდებით სახარება იკითხება ეკლესიაში, სამოციქულო ეკლესიაში იკითხება, ეპისტოლეები იკითხება, მაგრამ რატომაც აპოკალიფსი გამოცხადება არ იკითხება, რატომ? იმიტომ კი არა რომ ეკლესია სახარებაში არ შეიყვანა, სახარების ბოლოში არის აპოკალიფსი. არა იმიტომ რომ ის აკრძალული, არამედ იმიტომ რომ ის 7 ბეჭდი და ბეჭდილი წიგნია და მეტნაკლებად ინტერპრეტირებას ჯერ არ არის ჩვენთვის ინტერპრეტირებასთვის არ არის მისაწვდომი, ამიტომ ეკლესია უბრალოდ ეკონომიის გამო თავს იკავებს. მაგრამ ეს არნიშნავს რომ განმარტებული არ არის წმინდა მამის მიერ. ჯერ ეს ერთი არ არის სწორად დასმული კითხვა რომ ეხლა მეორე მოსვლის პერიოდი არის უკვე. ჩვენ ჯერ ეს ერთი არ ვიცით ეს. მაცხოვარი ამბობს როცა ეკითხებენ სერაფის აროველი და სხვები. თუ სერაფის აროველი 1830-იან წლებში გარდაიცვალა, ხო? უბრალოდ გავიდა ამ ქვეყნიდან. უხლებზე დაჩოქილი ლოცვის მდგომარეობაში გავიდა და ხანძრით აღმოაჩინეს მისი გარდაცვალება. თავისი ვთქვათ განგებულება იყო ეს, რომ ერთობით რომ ის არც თვალებით მომკვდარა, არც რამე მომბედური ის ციბერი და გავიდა ლოცვით იმას, შეგნებულად გავიდა ამ ქვეყნიდან. ეს კურთხევით ეს გამონაკლისი შემთხვევები, რომ წვები დიდი წმინდა შიომღვიმი ასე თქვათ შემდეგ და შემდეგ სხვები კიდევ რომელსაც წინასწარ იცოდნენ, როდის გარდაიცვლებოდა და ასე. და ის ამბობს რომ მე არ ვიციო და არ გეტყვით ამ თემას, რომ უფალი ამბობს არ არის ცნობილი ჩემთვის. იმიტომ კი არა რომ მან არ იცოდა. იმიტომ რომ მამა შვილებს არ ეუბნება, როდის დაირეკება ზარი, რომ მათ იმედს ადინონ. იმიტომ კი არა რომ მამამ არ იცის, როდის იქნება ზარი, როდის დაირეკება, იცის,
მაგრამ არ ეუბნება, იმიტომ რომ შენ არ მოდუნდე და იმედს ადინო, განა არ იცის. არ ეუბნებო, კი არა ატყუებს, ღვთაებრივი პედაგოგიკა მუშაობს ამ დროს. ამიტომ ჩვენ ნუ ვიტყვით იმას, რომ მეორედ მოსვლის ჟამი მოვიდა ეხლა და აი დღეს არა და ხვალ მეორედ მოსვლა იქნება და აბა მომემზადოთ. ეს მიგვიყვანს სექტანტურ ცნობიერებამდე და მე ვფიქრობ, რომ ამის განმარტება არ ჭირდება, ყველასათვის ცნობილია დღეს სექტანტური ფსიქოლოგია. როდესაც იეჰოველებიდან დაწყებული, დამთავრებული თანამედროვე სუპერ სექტანტობით, რომელიც ამერიკაში და სხვა ქვეყნებში გავრცელებული იყო და არის, რომ დათქვამენ მეორედ მოსვლას და იეჰოველებმა ამით დიდი ფული იშოვეს. ამად ამცელს იქნება მეორედ მოსვლა გამოაცხადეს. გაყიდეთ ყველაფერი, მოიტანეთ აქ, სხვადასხვაგან არ წაიღოთ, აქ მოიტანეთ, მე მომიტან. სახლი, კარი, ფული რა თქმა უნდა. ამას შევიტანთ ბანკში და თქვენ მეორედ მოსვლისას გარანტია გაქვთ. და ეს მოატანინეს ყველაფერი, შემდეგ გაუქმდა მეორედ მოსვლა დროებით გადაიდო, რამდენიმე წელი დროებით. საჭიროა. გადაიდო, ვიყიდეთ კუნძული, ვიყიდეთ დიდი რეზიდენცია, საჭიროა. ნუ მოემზადოთ. რეზიდენცია, დანარჩენები იყავით აქ ჩვენთან და რაღაცას გაჭმევთ გასვლა, არ იქნება პრობლემა. თქვენ მოდანეთ თუც როგორმე მოგახმართ. კიდევ მოვიდა ეს წელი, კიდევ გადაიდო თურმე. ესონზე $10,000 ერთი ბილეთი, ნუ მიახლოებით ძალიან დიდი ფული გაჩნდა. შევიკრიბებით ყველა ერთად, ეხლა ჩამოვლენ NLO, ანუ UFO, Unidentified Flying Objects, ანუ იაპონელი თავში ობიექტი NLO. ჩვენთვის ესე იგი შეუცნობადი დაუფიქსირებელი ეს არაიდენტიფიცირებული ფინავით ობიექტი, ანუ ფინავით ებშები რა ჩვენ ენაზე. და ჩამოვლენ, ყველას აგიყვანენ და ფილმებიც იქნა ამაზე გადაღებული მთელი ამბავი და საჩქაროდ ეს ყველაფერი ეს ფული გადაიხადეთ. მე მომიტანეთ ისა და რო ჩამოვლე მე დრო არ იქნება ამის, იქ დაიწყება ადგილები, ისინი ჩქარაი ისა ჩაჯდება რაღაცა და რო არ ვიცვალოთ, თადარიგი დავიჭიროთ, ერთად მოაგროვა. აი ამადამ დროზე დავუშვათ 3 საათზე ველით. და დაიწყეთ აი გალდობა რაღაცა თავისი რომ მოდით ფინავდეთ. აი ესეთი არის ესეთი ფაქტები. ვიდეოზეც მაქვს ნანა, ვიდეო მასალა არსებობს, აუდიო მასალა, ფოტო მასალა, წიგნი არის ამაზე, ენციკლოპედია მაქვს ამ თემაზე. და რა თქმა უნდა არ მოვიდა ფინავით ებშება. და როდესაც მოიძიეს ის კაცი, რომელმაც ეს ფული მოითხოვა და რომელსაც შეიკრება, ის კაციც სადღაც გაქრა, ეთქვა ფინავით ებშება წაიყვანა. სადღაც. წაიყვანეს ის კაცი. იმედია არც ის კაცი ჩდავს, არც ის ფული დღემდე და არც ფინავით ებშება. რაშია საქმე? მეორედ მოსვლა თურმე არ მოხდა იმათნაირ. არსებობს რამდენი ვარიანტები არის, ასე ვთქვათ, უცხო ფინავით ებშების მეორედ მოსვლის ვარიანტის მეორედ მოსვლა, რომ აქედან მიდიან სადღაც ცდილობები მიწას ქვეშ ჩაძრომის, რომელიც ჩვენ ვიხილეთ ვიდეოში და ტელევიზორში, სანამ რუსული არხები იყო ჩართული და ისედაც იყო, როდესაც ჩავიდა ადამიანი, ეხლა ხან ფსიქოლოგიურად ავადმყოფი ადამიანი, ფსიქოლოგიურად დაავადებული ადამიანის მიერ ჩაყვანილი კატაკომბაში, მიწის ქვეშ დაიმარხა რუსეთში. და შემდეგ მთელი ოჯახები, ბავშვები იქ ჩაინგრა, დაიხოცა, ნაწილი ამოიყვანეს, იმან მერე თვითმკვლელობა წადა, გადაარჩინეს ის კაცი, ისედაც ვერ იყო, ფსიქიკურად ძალიან მძიმედ იყო, თავში ჩაეყარა. ამიტომ არსებობს ძალიან ბევრი დესტრუქციული კულტები, რომლებიც ცდილობენ მეორედ მოსვლის დადგენას. დიდი მწვრთნება ესქატოლოგიური სექტებისა, ხილიასტური სექტების, რომლებიც ცდილობენ დაუდგინონ დრო უფალს, როდის მოვა. რომ აეხლა მოვა და მეორედ მოსვლის დრო არის და ჩვენ რა ვქნათ? მეორედ მოსვლის ყოველთვის მზად უნდა იყოს ადამიანი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ზუსტი დრო ვიცოდეთ ამის. მაგრამ მზად ყოფნა ყოველთვის საჭიროა ქრისტიანული ცხოვრებისათვის. განა ადამიანის სიკვდილი მისთვის მეორედ მოსვლა არაა, როგორც არა თქვა, სიკვდილი და შემდეგ სასამართლო. ეგრევე საჯაროზე მიდის ადამიანი, როგორც კვდება. 40 დღეში. იმაში 9 დღის მერე მიდის სასამართლოში. და მე-40 დღე, თუ მე-40 დღეზე მიდის, მე-40 დღემდე აჩვენება, მე-40 დღეს ენიჭება ბოლო განაჩენი. მე-13 დღემდე აჩვენება სამართლოს, მე-9-მდე ჯოჯოხეთს და მერე მიდის პაუზა მერე და მე-13 დღემდე არის სახლის გარშემოტრიალებს, მე-9 დღემდე აჩვენება სამართლოს, მე-29 დღეს ჩათვლით ჯოჯოხეთს და მერე მე-40 დღეს განაჩენი ენიჭება. მისთვის არ არის მეორე, მეტი რა მეორე მოსვლა. ეს დროებით, მაგრამ საბოლოო სამჟარო მერე იქნება კიდე. რომელსაც არ დაექვემდებარა მარტო ღვთისმშობელი და იონათის სემალი და აი ეს.
ილია თესლიტელი და ივანე ღვთისმეტყველი. დანარჩენი აი ესეთი ფილმების ყურები მეორე მოსვლის შესახებ შეიძლება თუ არა? არსებობს ფილმები ამის შესახებ. მე ვფიქრობ, რომ სასურველი არა. იმიტომ შეიძლება ამან ადამიანი ისტორიკულ კარგია ერთი მხრივ რომ ადამიანი ცოტა გამოცდილდეს და ცოტა იქნეს ჟღერეული, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს არის ადამიანის მაინც საფრთხე, რომ შეიძლება ადამიანმა ფსიქიკა დაიზიანოს. იმიტომ რომ ადამიანი შეიძლება ჩავარდეს რაღაც ისტორიკულ ფსიქოლოგიაში, ისტორიულ სულიერობაში, ჩავარდეს რაღაც გარკვეულ ისტორიკაში და რაღაც გარკვეული ისტორიული ფსიქოლოგიით დაუდგინოს უფალს, რომ ეხლა არა მეორე უფალ არა ზედმო. არ მოდის და დაბკოლდეს. არ მოვიდა უფალი, ეს ღმერთი არ არის. და თავსი წავდნენ მე იყო დაუშვათ სტაროვერები და ასე შემდეგ, რომლებიც ცდილობდნენ მეორე მოსვლის პერიოდი ეგონათ ნიკონის დროს 1666 წელს ნიკონი ანტიქრისტე ეგონათ ადგენ დაიწვ ტყეებში წავიდნენ, იწავდნენ თავს და ასე შემდეგ და ამ შემთხვევაში ადამიანები ჯოჯოხეთში მიდიოდნენ. რისი გულისთვის? თავიანთი ფსიქიური გამრუდების გულისთვის და სახარების ტექსტის დაუჯერებლობის გულისთვის, ეს პირდაპირ იძახის. არ არის თქვენთვის მოცემული ვადები და დროები, როდის რა იქნება. ნიშნებით იმსჯერდეთ, მაგრამ ვადები არ არის მოცემული. ვერ გავიგე. თუ რა არის ის ერთ-ერთი იყო შეიძლება. როგორც ერთ-ერთი ნიშანი იყო ანტიქრისტეს ძალების გამოვლენებისა ნაპოლეონი. თუნდაც იყო ნერონი. ანტიქრისტეს გამოვლინება იყო ნერონი. ქრისტიანები ჯვარს აცვეს უამრავი ქრისტიანები ანთებდნენ, ანთებდნენ ქრისტიანებს დააბრალეს რომის ხანძარი. ანტიქრისტეს ნიშანი იყო ასევე გიტლერი, ლენინზე და სტალინზე აღარ ვლაპარაკობ. სტალინი უფრო კიდე მაინც უფრო კეთილშობილი იყო. იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ მას ბევრი ბოროტება თავიდან დაიწყო, მერე მაინც მოინანია და ამაზე არსებობს ღვთისმშობლის გამოცხადება დაიჯერა, რომელიც მიტროპოლიტმა ილიამ მას უსხრა და მოინანია მერე და მაინც სემინარიის კურსებმა გაჭრა. მაგრამ თუმცა თავიდან ისე დაიწყო. მერე აღადგინა რუსეთის პატრიარქობა აღუდგინა და ფაქტობრივად აღუდგინა ეკლესიები და თავიდან დაიწყო ანტიქრისტიანულად, თორე ლენის საქმე. მაგრამ ჯამში მერე აღარ ებრძოდა ეს ეკლესია. ხრუშოვმა უფრო მეტი ბოროტება გააკეთა ვიდრე სტალინი ეკლესიის წინააღმდეგ და ხრუშოვის დევიზი იყო ბოლო მგდელი უნდა ჩამოახჩიო. არა, ბოლო მგდელიო ჩამოახჩიო, ბოლო მგდელს უნდა გავხადო საჯარო თუ ანაფორო და ვაჩვენო ტელევიზიით. ამ გახდა ამ ანაფოროს. განმოსწო ბოლო მგდელი. აი წარმოიდგინე. და როგორი ათეისტი. არა, ვერტყვა დაიბროს. როგორ გააკეთებდა. ეკლესია მაინც ვერ გააკეთებდა, მაგრამ ძალიან ბევრი უბედურება ამით მოხდა. მაგრამ რა თქმა უნდა ნაპოლეონის დაბადება შორის არის ლუთერის დაბადება, ნაპოლეონის დაბადება ესენი, აი როდესაც ბევრი ითვლიდა აპოკალიფსს, რაღაც გარკვეულ რიცხვებში ეთანხმება ამათ დაბადება, გარკვეულ თარიღებში ჯდება გიტლერის ასევე და ასე შემდეგ. ლენინისაც ჯდება, რატო იცი? ეს არის ანტიქრისტიანული ძალების სხვადასხვა დღესაც მოქმედებს. ყოველთვის მოქმედებს ანტიქრისტიანული ძალები. უბრალოდ თვალივისაც აქ უნდა დაინახოს. ეხლა აქ არ შეიძლება დაკონკრეტება, უბრალოდ ეს ძალები ზოგჯერ მოქმედებს ჩვენთვის მიუწვდომელს. და დაუშვათ, როცა აშკარად გიტლერი დაუშვათ პირდაპირ თავის თავს შავი სამყაროს ადეპტს განასახიერებს, რომელიც განასახიერებს ერთ სრულ მესიას, რომელიც არის ოკულტური მესია, ოკულტური სწავლებებისა და ოკულტური ორდენების რიგით მოვიდა გიტლერი. მოვიდა სერიოზული ოკულტური შავი ორდენების მხარდაჭერა. ისე კი არ მოვიდა გიტლერი მარტო ყვიროდა და იქ პივის ურდის ბარში განმიზერმე იქადაგადას თქვათ მას მიეცა დარჩერები და პოლიტიკური არა. მოვიდა სერიოზული შავი ორდენები, მასონური სატანისტური ორდენების მხარდაჭერა. რომლებიც მას სერიოზულ მხარდაჭერას აძლევდა, არა მარტო იდეურს, არამედ ფინანსურ, ძალიან დიდი ფინანსური მხარდაჭერა. ფინანსური მხარდაჭერის გარეშე გერმანიაში გაღატაკებულ გერმანიაში მაშინ ვერ მოვიდოდა. როგორც იყო გვიდო ფონ ლისტი, როგორც იყო ორდენი, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ შავი ორდენები, რომელსაც დაუპირისპირდა შემდეგ სხვა ორდენები და შემდეგ მოხდა მათ შორის განხეთქილება კიდე. ეს დიდი თემა არის. მე უბრალოდ მინდა რომ აქ არ შეიძლება არ აღინიშნოს ის მოვლენები, რომლებიც ორმაგ მმართველობას ეხება, ასე, ორმაგ მმართველობას.
აი ხა დღეს ახლა არ მინდა კონკრეტულად ორმაგი მართლობა აი რუსეთში როა და ორი ადამიანი ეს ორი დუალისტური ეს ორი რიცხვი ორი განყოფის რიცხვი არის დემონურად აღიქმება ორი ორმაგი მართლობა იმიტომ რომ ორი ის არ შეიძლება ორი ერთია მონოა ერთია ღმერთი ერთია მოძღვარი ერთია ეკლესია ერთი ორი ის როცა ეს უკვე ბოლოსაგან ეს ახლა ვისასწვალი აქვს მე არავის მოხდება დავიძა თორემ მოიხსენ თვითონ მივხვდეს იმიტომ რომ ორმაგი ეს არ შეიძლება აი ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ რომ საერთოდ დღეს მით უმეტეს უნდა ადამიანი აი დღეს მართლმადიდებლო ქრისტიანმა სექტანტებისა ამდენი ბრძოლების ამდენი აიმების შემდეგ უნდა უფრო მეტი გამოიღოს უფრო მეტი 9 თვალი და 9 ყური ასე ვთქვათ რომ ის ძალები რომლებიც მოქმედებდა აშკარად დაფარულად მოქმედებდა რადგანაც არსებობს უზარმაზარი ძალები რომლებსაც ჩვენ წარმოდგენა არ აქვს საერთოდ ფიქრობ რომ ეს კონსპირაციული ბრძოლა შავი ორდენების რომლებიც დღეს მიმდინარეობს ეს ანტიქრისტიანული ძალების განსაკუთრებით ოლიგარქები აი დიდი ფულის მქონე ხალხი ძალიან კარგი მასალა შავი ძალების ოპერირების ეხლა სხვა თემა არ მინდა რაღაც ისე გადავიდე მაინც პოლიტიკა შეში აქ უბრალოდ კონკრეტულ აზროვნებაზეა ლაპარაკი რომ გაორება ყოველთვის ბოლოტისაგან არის გაორება აი კი და არა თავი მწამს და ბოლო არ მწამს ესეც წაღმავარ ისეც წაღმავარ აი როგორც კარტი თუ გინახიათ ხო კარტის ნახატები ასეც წაღმა ისეც წაღმა რომელია რომელია წაღმა მაშინ არ შეიძლება როგორც მოციქული ამბობს ერთი ვულკანიდან თბილი წყალიც მოდიოდეს და წარე წყალიც მოდიოდეს არ შეიძლება ჯერთანაც და სხვათანაც კარგად იყო არ შეიძლება ეშმაკთანაც და ანგელოზთანაც ისად იყო არ შეიძლება ბოლოთან კეთილად კარგად იყო არ შეიძლება ეს ბუნების კანონებს ეცინააღმდეგება ორ სკამზე დაჯერთ რომელი დაждდება ორ სკამზე ორ გზაზე მასიაულებული ადამიანი გინახია არ გამოვა ამავა ჩვენთან ახლა რაც ხდება რა გასაგები ახლა დღევანდელი ამბები ეკლესიის პოზიცია ნეიტრალური არის მაგრამ აი მაგალითად აი მიტინგებზე რომ დადიან თქვა მართვის დღეებში გიორგობის დღეებში ამდენად აი რა აზრის არის ეკლესია მაგაზე ეკლესია პატრიარქის პოზიცია ბრძნული პოზიცია არის რომელმაც ადამიანები ახლახან იყო სამებაში შეერიგებისკენ მოუწოდა პრინციპში ეკლესია ყოველთვის მინავს მშვიდობის ყოფილი პოზიცია შეინარჩუნოს ესეც უნდა იყოს ესე მართვის დღეებში დავუყოთ ძიმე მარხვში იყო და დიდი მიტინგები აი ეს ხო ამბავი ეს უკვე ადამიანის თავისუფალი ნება არის ნუ ადამიანს უნდა არსებობდეს და არსებობს კიდევაც საწინააღმდეგო აზრი რომელიც შეიძლება ნებისმიერ დროს ადამიანმა გამოამჟღავნოს დაემთხვა ამ დროს ისი გამოამჟღავნება ხო მაგრამ ეს აზრი უნდა იყოს და არ ეწინააღმდეგებოდა არავინ ამას მაგრამ უბრალოდ პატრიარქის პოზიცია ამის შემდეგ რომ რა თქმა უნდა არ მოხდა შეიძლება მოსახერხებელ დროს დაუშვათ ხო ან დაუშვათ ადამიანებს რომლებიც ეკლესიაში დადიან სულს უთმობენ დროს ამ დროს შეიძლება უფრო გარეგანი სოციალური აქტივობისათვის არ იყვნენ გზა მაგრამ ორი ბრძოლა არის ადამიანისათვის ლაოძე ამბობს ჯერ კიდევ მე-6 საუკუნეში ქრისტემდე რომ ვინც ძლია ტერს იგი ძალიან ძლიერია ვინც ძლია თავის მებრძოლს იგი გამძლია, მაგრამ ვინც ძლია საკუთარ თავს, იგი მძლეთამძლეა. პირველ რიგში ჩვენი ბრძოლა უნდა იყოს მიმართული და მიმართული ერთმანეთს მოციქულიამ ეფესელთან ეპისტოლეში უხილავი ძალებისა, მთავრობათა მხედრობათა უხილავი ზეციური ყაერის ძალების წინააღმდეგ, რომლებიც ეშმაკის სახით პოლიციის გვერდში შვენ. და არა იმისაკენ, რაც გარეგანად შემოდის. რომელთა ეპისტოლეში არის ნათქვამი, რომ დაემორჩილეთ ყოველგვარ მთავრობას. რადგანაც პირდაპირ არის ნათქვამი, დაემორჩილეთ მთავრობას და ხედრობას, დაემორჩილეთ. უგაუწევთ წინააღმდეგობას. ამიტომ და საერთოდ ვიზარებ პატრიარქი აი ამ ბრძოლ პოზიციას მიექვემდებარება რომ პირველი დიდი ბრძოლა, ყველაზე დიდი ბრძოლა არის უხილავი საკუთარი თავის წინააღმდეგ. აი როდესაც ჩვენ ბრძოლა გვექნება საკუთარი თავის წინააღმდეგ გამარჯვებული, მაშინ როდესაც ადამიანი ყველა კითხვაზე პასუხს მიცემს, ყოფიერებ ფუნდამენტალურ ონტოლოგიურ კითხვებზე პასუხს მიცემს, მიეცემა და ყველა კითხვაზე პასუხი მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში არის. მიეცემა პასუხი და მოითხოვს პასუხი, თუ არ ითხოვს არ მიეცემა, თუ ითხოვდეთ და მოგეცეს თქვენ ნათქვამია, თუ მაგი მოითხოვს პასუხებს, ადამიანი მოითხოვს პასუხებს, ყველა კითხვაზე პასუხი მიეცემა მართლმადიდებლური დოქტრინით.
ეკლესიის კედლებში მოძღვრისა და პატრიარქისა და სამღვდელოების პირით საერთოდ. მაგრამ თუ კი არ ითხოვს იგი პასუხს ან სწორად არ სვამს კითხვას, არ შეიძლება არასწორად დასმულ კითხვას სწორი პასუხი ჰქონდეს. არ შეიძლება არასწორად, არა მართლად დასმულ კითხვას მართალი პასუხი ჰქონდეს, იმიტომ რომ ხოლმე სწორად დასმულ კითხვას აქვს სწორი პასუხი. ამიტომ გამომდინარე აქედან პატრიარქი ამბობს ამას, რომ და აუცილებლად მშვიდობის მოყარე პოლიტიკა ეკლესიამ პოლიტიკასაც არ დავარქვევდი, ქმედება შეინარჩუნა და ნეტარ არიან მშვიდნი, რამე თუ მათ დაემკვიდრონ ქვეყანა, ნეტარ არიან მშვიდობის ყოფილნი, რამე თუ იქნი ძეთთვისად იწოდნენ. ამიტომ მშვიდობის ყოფილი შერიგებითი მხარე, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს გარეგნულად ზოგჯერ თლად მომგებიანიც არა ჩანს, გარეგნულად ზოგჯერ. ზოგი შეიძლება აკრიტიკებს, ზოგს მოწონს და ეს მისი საქმე, ზოგს არ მოწონს, მაგრამ ეკლესიამ მე ვფიქრობ, რომ არა მარტო იცავს, არამედ უნდა ყოველთვის დაიცვას ეს პოლიტიკა, ასე ვთქვათ და სწორი პოზიცია მშვიდობის ყოფილობისა. რამაც დღემდე ფიქრობ აქამდე მოგვიყვანთ, თვითონ ჯვარი წონასწორობაა. მაგრამ რა თქმა უნდა, ნებისმიერ შემთხვევაში პატრიარქს და საერთოდ საეკლესიო ხელისუფლებას არ აქვს უფლება მერტი არ ყავს პირველ რიგში ადამიანებს პოზიცია და ოპოზიცია ლიდრებად და ყარიბებად, ბოროტებად და კეთილებად. ჩვენ რაც უნდა არ მოგწონდეს ვიღაცა, მაინც არ აქვს ჩვენ ადამიანები, მაინც უნდა ყველა გვიყვარდეს. ძალიან ძნელია. მესმის რომ ძალიან ძნელია. ქრისტიანებს გვიყვარდეს ტერიშე. ძალიან ძნელია, მაგრამ რა კეთილი არის თქვენში, თუ თქვენ მარტო თქვენი მოკეთეები გიყვარდათ, ხო? გამადლი მიგიღიათ. შეიყვარე აბა ის, რომელიც არ მოგწონს. აი ეს უკვე ძნელია. რო აეუბნები რომ ას უკვე მსხვერპლთან არის დაკავშირებული. იმიტომ რომ ძალიან ადვილი ადამიანს უთხრა, აი რა ლამაზი თვალები გაქვს, რა ლამაზი კისერი გაქვს, რა კარგი კანი გაქვს და როგორ მიყვარხარ. აბა წადი თავი დადე. ეს უკვე მოიცა, ახლა მოიცა. ცოტა ხანი გავალ, მოვალ და მე ცოტა შენ დამიცადე და თავი დადე არა, ეხლა მოვა ხან შენ. ცოტისხლი დაღვარა ქრისტემ, იმიტომ რომ ასე არაფერი არ გამოვა, რომ მე თუ არ გავიღე და მე არაფერს არ მიიღე. არაფერს არ შობს. ამიტომ ჯამში რა ჩვენთვის პრინციპში თავარი ამოცანა ჩვენ წინაშე დგას ახლა ის რომ ყველა სინაში და პატრიარქის უბრალოდ ამკუთხედავს ძალიან ჭკვიანური კუთხედვა და ძალიან კარგი რომ აი ეს შერიგებისა და საბოლოოდ რომ არ გაშიშულდეს ჩვენში რაღაცა კონფლიქტი, საბოლოოდ რომ არ დაიბადოს რაღაცა საბოლოო ტრანსცენდენტული დესტრუქციისა და რაღაცა არნახული ვირუსის ფორმა არ მიიღოს ჩვენმა ურთიერთობებმა, უნდა აი აქ იქნეს ჩართული ზუსტად ეს სიყვარულის ფენომენი, რომელიც არ შეიძლება რომ არ იქნეს ეხლა ჩართული. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მე ვფიქრობ, რომ ის ფუნდამენტი გამოგვეცლება, რაც დღემდე აქ გვინარჩუნებს კიდევ და მაინც ვეცოდებით რა, უყვარ ვარ და ვეცოდებით. ეს არ შეიძლება ამ სპეკულირება და ბოროტად გამოყენება, ეს დიდი თემა არის. აი ახლა მამო რამაზე რა სიტყვით რომ გამთენიისას განსაკუთრებით მარხვა შეიძლება გაუგვიძებოთ ჩემი ლოცვის ხმას. აი საკუთარი ლოცვის ხმა გაგვიძებს ზოგჯერ და ზოგჯერ ფარველი ანგელოზს. მაგალითად ადამიანს 6 საათზე ვერ გავაგვიძებდი, ალბათ დავიციფრე ზოგს და ზოგჯერ 6 საათი თვითონ ეგვიძებ. რის მე როცა 7 დღის ლოცვას ვკითხულობ. საერთოდ არ იცოდა 6 საათზე რა ხდებოდა ამ ქვეყანაზე. 6 საათს თვალებს დააჭყიდავს, რა მინდა რა ხდება. 6 საათიანი ლოცვა წაიკითხა, დაწოლი, გააგზელა ძილი. ეს უკვე პროგრესია. ანგელოზმა გააღვიძა. კი, ანგელოზი აღვიძებს იმ დროს. ან რაღაცა ირთვება ბიო, რაღაცა შინაგანი ხმა, ისა. დაწოლილმა შეიძლება წაიკითხა. დაწოლილმა წაიკითხა ახლა თუ ვერ გარაუშავს დაწოლილის ღმერთის არის და ღე ბაღადებ და ღამე წინაშე შენსაო, ხო? დაწოლილმა წაიკითხა რა მოხდა? დაწოლილია რა ხნას. მაგრამ გაიგვიძა წაიკითხა და დაბრუნდა გააგზელა ძილი წარმატებით. აი ესეთი მაინც კარგია. წირვაზე წამოსვლის წინ ვერ დგებოდა 8 საათზე, რაღაცამ გააგვიძა. თურმე 8 საათია არ დარეკვა, მაგვიძა რა, მაგრამ რაღაცამ გამოგვიძა, რომ უნდა წავიდე წირვაზე დამაგვიანდებოდა. გააგვიძა ანგელოზმა ესეც, ხო? შეიძლება თვალა ჯდომა ტრანსპორტში ლოცვის დროს. ანუ ლოცვის დროს ჯდომა, ანუ ჯდომის დროს ლოცვა. შეიძლება თუ არაო რომ ვიჯდე და ისო ვილოცო. შეიძლება თუ არა რომ ლოცვის დროს დავჯდეო ერთი ეკითხება. არა, ლოცვის დროს დაждობა არ შეიძლება. მაგრამ მეორე ეკითხება, შეიძლება რომ დამჯდარმას ვილოცო? დამჯდარმა ლოცვა შეიძლება. რა განსხვავება არის ხალხთა შორის? არაფერი არის. 100 პლუს ბეულის ბეს პლუს 100. ხო? 100 პლუს ბეულის ბეს პლუს 100. რა თქმა უნდა შეიძლება. და ორი ილოცო. იქნეს რო ეთქვა რომ შენ
დამჯდარ მდგომარეობაში 100-ით გადაადგილდებიო 100 წლის უკან ვინმესთვის ეთქობა ვერ არის ეს. დღეს დავკრივართ მანქანებით, მაგრამ პირველსაც გადავიტანე და იესოს პროცესად მოცულობ. ვინმეს ვეთქვა რომ ხაერში 200-300 კმ/სთ-თან გადაუფრენ ამ ქალაქს 100 წლის უკან ვიღაცა იფიქრებდა რომ ადამიანი ცოტა ცუდად არის, ან ტელევიზორი ეხსენებენ. ტექნიკა ეხა ეს ბუნების მეტყველების მეცნიერული განვითარების შედეგია. აქ კბილის ამოღებაზე ვინმეს ვეთქვა რომ თვითონაც ამოგიებ, თბილისო ვერც იფიქრებდა, რომ კბილის აკეთებთან წასვლა ჯალათთან მისვლას გავდა თბილისს. ხო, ცოტა ხნის უკან დღეს კიდე ნემს გაუკეთებენ და ვერაფერს ვერ იგებს, ისე ამოუღებენ ყველა კბილს თუ უნდა. ამიტომ ამოუღებენ ადამიანს, და ვერაფერს ვერ ხდება. მაგრამ წინათ ვეთქვა რომ აბა კბილის ეკეთებთან მისვლამ ამის სასწაულ თანჯაც ამასთან იყო დაკავშირებული ადამიანებს შიშები ჰქონდათ. ამის და ამის რამდენიმე ყვა დაიყო კინაღა იმის გამო რომ კბილი ამოიღო. მაგრამ ეს ანიშნავს რომ დღეს ახლა არ შეიძლება კბილის ამოღება უმთქივნეო. თურმე შეიძლება. რა თქმა უნდა შეიძლება თუ არა შენთან ერთად დაუჯდომელი იკითხოს ოჯახის წევრმა, თუნდაც არა ეკლესიურმა. წაიკითხოს ახლა რა უჯის თუ კი მოიქცევა და არა ეკლესიური თუ არა და დაუჯდომელს კითხულობს, ამას რაჯობი ეკლესიური არ კითხულობს დაუჯდომელს. შეიძლება კარტის თამაში რატომ არ შეიძლება? კარტი საერთოდ ეს არის სიგნური აი ქართულ სიგნური და ესენი არიან წარმოშობილი ინდოელი ტომები, რომლებიც კარგი ხალხი ბევრიც არის მათ შორის ისე, მაგრამ აი ეს კითხაობითი მხარე ბოშური ტარო, ცნობილი ბოშური ტარო, რომელიც 78 კაბალისტური ებრაული ტარო, ამაში ჩავალდა ახლა ჩაი გამო. აი ეს ტარო რომელიც ცნობილი იყო სამკითხაო კარტის სამკითხაო კარტის სახით იყო ცნობილი როგორც სამკითხაო. მერე ამ 78 კარტს მოაკლდა გარკვეული 22 კარტი და დარჩა რამდენი 50 გარკვეული მოაკლდა. ეს არის ერთი დიდი ადრე სამკითხაო კარტის შემოკლებული სახე, რომელსაც მოაკლდა გარკვეული რიცხვი და გართულებული იყო კითხაობა ასტროლოგიური და ოკულტური სიმბოლიკი და გახდა სათამაშო კარტი, რომელიც ასევე სამკითხაო წარმატებით გამოიყენება მაინც. ხო, ყავა შეიძლება დალიო და შეიძლება ყავაზე იკითხაო და ამაცინად მამაო ყავას გაბალევი და მამაო და დადევი ჩიკა გადააბრუნებთ, მე ვთხარი გადააბრუნეთ. კი არ გადააბრუნეთ დადევი, გადააბრუნებთ კი რომ გავრეცხოთ ალბათ. მაგიტი მალე ვფიქრობ და ადრე წლების უკან გამის გადააბრუნე და გავდევი ეს არ ჩავხედო მამამ ჩამიხედო ვარკვას პერს შეიძლება ყავა დალიო შეიძლება ყავაში ჩაიხედო და აი როგორი ფორმა დავინახე ხა აზე ვიღაცას უყარხა აბა ვინა ასი თუა დავუშვათ ხო ამირანი ან რაღაცა ვაკარდი უყარხა მოგოწვარი აი რაღაცა ან ეს აი შეყარებულია შენზე და ვიღაც ტერიკო ვიღაცა ტერი ეყოლე ვიღაც გადახსნა ადამიანმა და მოინდომა მომავლის გაგება კარგი მომავალს ვერ გაიგე არ არსებობს მომავალს ვერ გაიგე რომს გაიგო გაიმრუდე რაც მოსასწრელია მაინც მოვა ერთადერთი დემონური საქმე არის იმიტომ რომ მომავალი დემონებმა არიციანო და მკითხაობენ ჯოჯოხეთშიო მომავალზე ამიტომ მომავალს ვერ გაიგე იმიტომ რომ მომავალი არ არის tis არის მომავალი ვერ გაიგებ ადამიანს შეიძლება მიახლოებით გიწინასწარ მეტყველოს აი სპირიტიულ სიაში ერთი მოგი რაღაცა გითხრას აი ახლა აი რაღაცას მიიღე მაგრამ მე 10 მაქვს წააგებ ანუ სურდოს განგიკურა მაგრამ ფეთქობის კიბოს დაგმართებ აი ეგეთი რაღაცა ამიტომ ძალიან საჭირო არის კარგი თუ შეიძლება თუ არა ეკლესიურ ადამიანმა მიიღოს სეფისკვე არა ეკლესიურ ადამიანმა მიიღოს სეფისკვე მოუნათლობა არა და ეკლესია თუ კი მონათლულია და არა ეკლესიურია უზმოზე შეიძლება მიიღოს მაინც რა უჩი იქნება მე მოიქცეს ხო გემოთ მოყარებას როგორ ვებზოლოთ ეს ბერგოლი არ არის ამაში ხა თული კითხვა არ არის როცა ბევრის ძალიან ბევრი ქშია და ჭამა კიდა და შეიკავა ადვილი სათქმელია ხო მაგრამ ქშია ხო და ძალიან ცუდად ახარ სიმშილისაგან და კარგ სურნელოვან რაღაც წვაც დაგიდება ძალიან ძნელია თავი შეიკავა მაგრამ მე არ ვიცი გამწარებული სახით დადგე კუთხეში რაღაცა და ამ ჩამდა ამსამდა რაღაცა ჰუმანურად თუ შეაწუხებ შენი იმით ჩამე ცოტა გადაი არ უნდა რაღაცა უზომოეს ან დავშვა და არ ვჭამ მე ხიზილაღას საერთოდ დავჭამ არ მიჭამია საერთოდ
რაღაც ესეთი რაღაც მთელი სუფრის პროგრამა მიიღო. ეს ვიყოფილ, ეს არა რაღაცა უცხო ადამიანი. ეს არ არის ჩვენი პლანეტიდან და იქნება არ არის ჩვენი პლანეტა, მას ხიზლად არ უჭამთ. ვაჭამოთ ხიზლად და ის ადამიანი გახდება მსხვერპლი. 1 კილო ხიზლად 1 კილოგრამ ხიზლად შეაჭმევენ. არ უნდა ეს გამოცხადება. მე არ ვჭამ. აქვს ვჭამ. და ზუსტად ის გამოდგება ყველაზე მჭამელი და ყველაზე მსხვერპლი. შრომად ჩემთვის, შრომად ჩამე, არის კვერცხი, არის ყველი, არის ჩამე რაღაცა ჰუმანურად მიიღე ბავშვად, ხო? მაგრამ შეჭამს ზოგი ერთი ადამიანი დიდი მწერალი იყო და კრილოვი იყო დიდი მწერალი, მაგრამ რომიდიოდა სტუმრად ცალკე მაგიდა იყო, იმ მაგიდის გარდა სანამ ის დაждდებოდა, რო არ ეწუხა რაღაცა დიდი წუხა ის კაცი იყო, სულხდა სულს. ცალკე სანამ დიდ მაგიზე დაждდებოდა, მისთვის პატარა მაგიდა იყო, თავის დიდი საوارცელი კაცები გუდებდნენ, ჭამდა, რომ არა ენერგიულა, სანამ დაიწყებოდა დიდი ჭამით ხდება. ჭამდა ამას და მე რომ მორჩებოდა ამას სახში რომ მივიდოდი, სახში იცოდე რომ მოვაო და სახში კიდე ახვედრებდნენ ხარ ცალკე ზურნალ სახში კიდე უნდა ეჭამო საოცარი მაგის ადამიანი ყოფილა გენიალური იგავის იგავარაკების დაცემ საოცარი გურმანი ყოფილა ესე იგი ისე უარები იქო მივიდოდი მანამ ეჭამდა იქ ჩამდა და მერე იშებოდა ესე დააღებდა თვალებს საოცარი საინტერესო ადამიანი ყოფილა ამ ჭამის მხრივაც ქრისტიანული ოჯახი ყო დიდი თემაა ეს სალკე ალბათ სალკე შეხვედრა სალკე შემდეგი ერთი კვირა შეიძლება ამ თემაზე დავუწყოთ ეკლესიურ ადამიანს ზოგს მეგონია რომ სახარება იყო არა 4 არამედ მეტი ხოლო ამჟამდელი ახალი აქტმა შეცვლილია ეს ტიპიური ეს National Geographic-ის ეს თქვათ იდეა არის როდესაც ცდილობენ რომ ახალი სახარების შემოაგდონ იუდას სახარება და სხვა რომ ქრისტე ვითომ მოლაპარაკებაში იყო იუდას და ვითომ ქრისტეს ზოლი ყავდა და შეკრეხელოდ ეს არის შემოგდებული შავი სწავლებების ორდენების მიერ შემოგდებული სწავლები მასონური ორდენების ოკულტური ორდენების მიერ იუდაური ორდენების მიერ შემოგდებული მოსწავლეები რომლებიც ცდილობენ რომ აი ეს სტელობა იმისია რომ სახარება გააყალბონ ნუ ამასინათ National Geographic-ზე იყო ის რომ ვითომ ქრისტეს საფლავი იპოვეს. ვითომ იყო ეს ეგ წარმოედგინე ამ კრეხელებაზე ის აღვით ქრისტეს ვიქნება ესე ქრისტეს ჩონჩხი იპოვეს. ეს ჯლები თავისკალა გამოიღეს იქ რაღაცა მარიამი უთუმაც ვითომ საოჯახო საფლავი ღვთისმშობლისაც სხვა იოსები ძმები მე მამა დედა ყველა აი ესეთი რაღაც. აი ესეთი რამხელა კრეხელობაა. როდესაც მთელი მართლმადიდებლური და მთელი არა მარტო მართლმადიდებლური მთელი სამყარო ცემს ქრისტეს აღდგომას დაყვანს და ამბობს წმინდა მამა რომ აღდგომა რომ არა ქრისტიანობას არ იქნებოდა. აღდგომა არის ფუნდამენტი ქრისტიანობის. ამიტომ როცა აღდგომას უარყოფს, ვითომ ფსევდომეცნიერული წარმოდგენები დაუშვებელია ფსევდომეცნიერული წარმოდგენებით ჩვენ დავუშვათ უარყოთ სახარება, უარყოთ ყუმრანის თქვათ ნაწერებით შემოგდებული 1000 ძველი ჯერ ეს ერთი ძველად იყო ძალიან ბევრი გნოსტიკური ოკულტურის სწავლები რომლებიც უამრავი აპოკრიფული სახარებების სახით იყო ცნობილი აპოკრიფული სახარებები იმდენია დაწყებული იუდა სახარება ეხლა რომელიც აღმოაჩინეს ვითომ დაწყებული მაგითი დამთავრებული რა ვიცი მე პილატეს სახარებაზე მე რა ვიცი ყველა რაღაცა ვითომ დაწერა ეს არის ყველა ბოდვა ეს არის აბსოლუტურად გამორიცხული ეკლესიის მიერ და საერთოდ სახარებები ერთმანეთთან არსობრივად არ განსხვავდება არაფერი ისეთ ცვლილებების სახარებებში არის რომ არს სახარებისეული მოვლენებისა რაიმე ფუნდამენტი გამოეცალოს არს სახარების მოვლენების არის ის რაც არის წამში მოკლედ ჩადებული გარდა იმისა რაც წამში არის და რაც სახარებაში წერია როგორც სახარებაში წერია ყველაფერი იყო ზუსტად ისე დაბადება ქრისტეს ყველაფერი ზუსტად მართლა ესე იყო იქ არაფერი არის ისეთი რომ აი რაღაცაზე ეჭვი შეგვება რომ იყო ესე თუ არა მართლა დაიბადა ქრისტე მართლა აწვევს ჯვარს მართლა აღდგა ზუსტად მართლა შეშმარიტად იყო ეს ეხა ამას იმიტომ არ უფრო მევდელი ვარ უნდა ამას ვამბობ რომ ვიცი ეს მართლა ესე იყო ამიტომ ამაზე ვიცი იმიტომ პირველ რიგში იმიტომ რომ დღეს ვეზიარა და წირვა ჩავატარე აი ამ თუნდაც გევანდელი გამოცდილებიდან ვიცი და არა რაღაცა აბსტრაქტული აპრიორული რაღაც დასკვლებიდან მოვიტანე ეს ან ლოგიკური სპეკულაციებიდან მოვიტანე არა რა თქმა უნდა იყო და ზუსტად პავლე მოციქული ამბობს რომ თუ კი აღდგომა არ იყო ჩვენი ის გადაგება ამოვა მაშინ ხო ამ ბოლო დროს ხალხი შეიძლება ტრანსპორტში პირჯვარს იწერს მაშინ როცა რომელიმე ეკლესიას დანიახს ზას ფიქრობთ ამაზე რა შემთხვევაში აძლევენ მოძღვრების წყვილს წლის ტარებს უკლებ თუ ტრანსპორტში ხადები პირჯვარს თუ გადაეწერს ამაში ცუდი არაფერი არ არის
და ვფიქრობ რომ ეს თუ ეხლა აკეთებს ადამიანს ხვის დასანახად ესე ტრანსპორტში შეიძლება გადაიწერო და საერთოდ შეიძლება გამოხვიდე მაშინ რაღაცა ციგნით ქუჩაში დადგე და აი ვფიქრობ ლოცვას და აფრიალო წკბილი და ესე ყველაფერი შეიძლება უკუღმა გააკეთო ხო მე ვიცახე რომ წაღმა უნდა გააკეთო და თუ ეხლა შენ ხვის დასანახად აგეთ თუდათა შეიძლება მაშინ სამკურნალოა ეს ადამიანი კურნალობას გულისხმობს საეკლესიო კურნალობას ხო ამას უნდა კურნალობა საეკლესიო დამაწნარებლები რომლებიც არის ლოცვა ამას უნდა საეკლესიო დამამშვიდებელი რომელიც არის სეპისკვერი ამას უნდა საეკლესიო თქვა მალამო შემდედებელი ცოდვების რომელიც არის ზიარება ქრისტესის და ხორცი მე დაწყნადება დამშვიდება და მონანიება სინანულის კარიბჭეში უნდა გავიდეს თუ ეხლა ჩვენ როგორც ვაკეთებთ ხვის დასანახად თქმა უნდა ცოდვა ნებისმიერ რაღაცა და ეს საერთოდ მაჩვენებლობის ცოდვა მანია არის ქართველების ჩვენ და არა მარტო ქართველების და ეს მოსანანიებელი ნებისმიერ შემთხვევაში და მათ შორის საეკლესიო განკვეთაშიც საეკლესიო ჭრილშიც და ახლა სკვილის დაარების უფლება ყველას აქვს სკვილი არის ლოცვა შრომის იარაღი დამხმარე საშუალება რომელიც მოძღვრის კურთხევით რა თქმა უნდა ახლა სკვილი არ შეიძლება გასაღებად ხელზე აფრიალოს ესე ამ ბელოკივით ახლა აჯიბეს სკვილი არის პატარა არტილერია მე ვიტყვი სკვილი არის ის შრომის იარაღი რომელთაც ის არტილერისტი ლოცვის იარაღის მტარებელი როგორც დამხმარე საშუალებას იყენებს სკვილს დიდი ძალა აქვს რა ლოცვანს არ აქვს დიდი ძალა ლოცვანს არ აქვს დიდი ძალა ლოცვა ყველგან შეგვიძლია შევიძინოთ თითქოს არაფერი პატარა წიგნუკაა ხო იბეს შეიდეს მაგრამ ან სახარება მაგრამ შეიძლება სასწავლები მოახდინო სკვილითაც და რწმენით პირველ რიგში ხო სტიხაროს ნება გადმოხსეს კითხვა არ არის მამაში წავალთ ხატის გასაღებზე ჩამოვიდოთ ისი სადა გასაღებს არა კონკრეტულად არა მამაო საოჯახო ჯგუფებზე რას გვეტყვით ხალხი ეს სხვა წაიკითხეთ ახლა როცა ადამიანების სისტემატურად მეთი კითხვები აღარ მოხდეს ხა ამით დავამთავრებ თორე სამი გახდა უკვე ის გველოდება საკუთრებაზე მანქანაში შეიძლება ხატი ქონდეს მანქანაში მანქანაში შეიძლება ნაკუთი ეკუთვნება და როგორ არის მანქანას ხო აკუთრებთ როცა ადამიანის სისტემატურად დააწყლებს თავის დაუნებად გავჩერდეთ რა ამ თორე გავსწანდელო პასუხი მივახედრო შეიძლება სიყვარულს მივახედრო ყოველთვის არ არის უწყინარობა მე არ ვიცი აგრესიულია უნდა იყო მაგრამ ყოველთვის არ არის გააცნობიერებინო და რაღაცა არ შეიძლება რაღაცა თავი მოატყუებინო ლენჩი იყავე ბოდიში არ თქოს ასად არ წერია ხო მაგრამ ნახა მაინც twinierება და შვიდობა ჯობია არ უნდა ეხლა აგრესია და რაღაც წმინდანი ცოცხალი წმინდანები რა ვიცი არიან ალბათ არის მოზღვრები ხო არიან წმინდანები ცოცხალი ყველა მოზღვარი სიწმინდეს ატარებს საერთოდ მე ვიცახი რომ პირველ რიგში ყველა წმინდანი ისედაც ცოცხალია მე ვარ ღმერთი ცოცხალთა და არა მკვდართავ ყველა წმინდანი ისედაც ცოცხალი არა სხეულში არა მაგრამ ეს ანიშნავს ცოცხალი არა რა ქრისტე ცოცხალი არ არის ვინმეს გონია რომ ქრისტე სადღაც ხანთას იგივე აქვე არის ქრისტე არის ჩვენ შორის ხო წირვაზე ვეუბნები ყველგან არის ყოველსა აღავსებს ეს ანიშნავს რომ შენ ქრისტეს არ შეხვდები ეს ანიშნავს ჩვენ ბევრჯერ შეხვედრივართ ქრისტეს სხეულში მაგრამ არ გვიცნია იმიტომ რომ ჩვენ აღდგომის მერე 40 დღე ქრისტე დადის მიწაზე ვიძახიან ანუ ესე იგი ეს სიმბოლური კი არ არის ქრისტეს არ ხვდებით როცა ვეზიარებით აი სხეულში იმ გლახაკს რო შეხვდები ის ქრისტე არ არის შენთვის და მოყვასი შენთვის ქრისტე არ არის მაინდა-მაინც უნდა გიჩვენოს ქრისტე ჭრილობებით 40-გულივით დაინახე მოყვასში იყავით გას მოყვარეს და აინახავ ქრისტეს ადამიანი რომელიც მართლობს ეზიარება შეიძლება თუ არა ეზიარება შეიძლება თუ არა მიზანმიმართულ გავლენას ახდენდეს ჯადოქრობდეს სხვაზე ამაზე რამდენი ვილაპარაკი იწვევს ემოციებს ჯანმრთელობას რა თქმა უნდა შეიძლება და ძალიან ხშირადაც ხდება ესეთი რაღაც ძალიან ხშირად ხდება აი ახლა ჩვენ დავჯექით და პირველ სულ და ისა 2 საათია 2 საათი პირველ სულ და 10 წუთი დავჯექით და ახლა უკლია 20 უკლია რამდენი გამოდის 3 2 საათი და 40 საათი და 40 საკმარისია დღეს ახლა პირველ დღეს კარგი იყო საწმესი რაღაც დღეს ახლა ამით შემოვიფარგლოთ გაიხარეთ ვეცდები რომ მე შემდეგ იმაზე კიდევ ვისაუბროთ გავაგზავნოთ პირველი დღე ასე ვთქვათ ამით პირველი ბლიმ კომბანო რა მე შეიძლება ის ფორმატი არ ვიყავით მაგრამ ნუ შევეცადოთ რომ თქვენ რო ფორმაში იქნებით მაშინ უფრო
თქვენი ფორმა მე უფრო მაინტერესებს და ამითი უნდა ავსაუბრებთ ის კი არა მარტო მე თქვენ აგიხსნათ ამითი უნდა თქვენ მოაქციოთ თქვენ ეს მასალა რასაც ვსაუბრობთ არის წლების განმავლობაში დარღვეული ცოდნა ის მეასებიეთ რომ ეს მასალა ეს ყველაფერი იმიტომ რომ თქვენ განარჩევთ თქვენ ხალხი მოიყვანოთ ეკლესიაში დავიწყოთ თუნდაც ამ საუბარზეც მოიყვანოთ გახსნის თემები იქნება პარაკლისი იქნება თუ აღსარება თუ რას ნებისმიერი სხვა გქონდეთ მოქმედება მე ხვალ მოვალ ხა 3 საათზე ლექციების მე მომეცით გასულ